ამასთან ერთად. მოგესალმებით რეალური აქცენტები ია ნელიასთან ერთად ეთერშია 2 საათის განმავლობაში. დღეს ჩვენი ძვირფასი სტუმრები იქნებიან ბატონი დავით ახვლედიანი, ჟურნალისტი და ანალიტიკოსი და ქალბატონი სოფიკო სოხაძე, ანალიტიკოსი. დიდი და აგრესიულ ჟურნალისტი და წამყვანი სალტესი, თქვენ სოფიკოსი ცნობთ კარგად თავისი ანალიტიკური გადაცემებით და ძვირფასი სტუმრებით. მოკლედ დიდი მადლობა ჩემთან სტუმრად მობრძანებისთვის. მოდით ყველაზე უფრო ცხელი ამბებით დავიწყოთ ჩვენთვის, როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის და ღვთისმშობლის ხვედრი ქვეყნის წარმომადგენლებისთვის ღვთისმშობლის მესამე წილხვდომილის კიევა-პეჩორის ლავრის დიდი ტრაგედია არის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ალბათ გუშინ ღამე რუსეთმა ინტენსიურად დაიწყო დაბომბვა უკრაინის დედაქალაქის კიევის და მე მოგახსენებთ გზადაგზა რამდენი ჭურვი ისროლეს და რაქნეს სტატისტიკისთვის. ყოველ შემთხვევაში ანალიტიკოსები ამბობენ რომ ეს არის აგრესია სწორედ იმ ძალიან ბევრი ქარხნის და ქიმიური კომბინატის დაზიანების გამო, რომელიც უკრაინულმა დრონებმა რუსეთს მეაყენეს. ყოველ შემთხვევაში მართლმადიდებლური ქვეყნისგან მართლმადიდებლების დაბომბვა ასე არ ივარგებს და ეს არის ალბათ ძალიან დიდი შავი პიარი, თუ კი ეს არ არის მართლაც რუსეთის ჩადენილი, რასაც ამბობს რუსეთი, რომ ეს მე არ გამიკეთებიაო და უკრაინა ამბობს, რომ დამიზნებით აქვს მორტყმული კიევა-პეჩორის ლავრას. მე მაინტერესებს ქალბატონი სოფიკოთი დავიწყოთ ქალბატონით. უკვე მივეჩვიათ ომში არავინ არ ამბობს სიმართლეს ისე როგორც ნადირობისას, ხო? და ჩვენ ეხლაც არ ვიცით მართლა რა იქნება. დაბრალდება ეს ამბავი რუსეთს თუ დაბრალდება ეს უკრაინას და რის გამო ხდება ეს ამბავი. და არსებობს კიდევ ერთი ვერსია, რომ დიდი შვიდეული შეხვედრის წინ ზელენსკი შეიძლება დაჭირვებოდა რაღაც პიარული აქცია, რომელიც სწორედ შეიძლება აი ამ ტრაგედიას უკავშირდებოდეს. თქვენი აზრი მაინტერესებს. მადლობთ ძვირფასოი ეკითხებით მოწვევისთვის, მივესალმებ ბატონ დავით დიახია თქვენ სწორი აქცენტი დასვით დიდი შვიდეულის შეხვედრის წინ ასევე 2 დღის წინ შედგა ტრამპისა და პუტინის საუბარი, თითქმის საათიანი საუბარი და ამის შემდეგ გაისმა რაღაც ესეთი იმედის მომცემი ნოტები, რომ შეიძლება მართლა მსოფლიოს ეს წამყვანი ორი სუპერძალა რაღაც თქვა წითელ ხასებზე თქვა შეთანხმდნენ, ნუ ნაკლებად სავარაუდოა თქვა სტრატეგიულ მიმართულებებში, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ის რომ რაღაც პაუზა აიღონ, უკან დაიწიონ და ასე შემდეგ და აი ამის თქვა პარალელურად ჩვენ ვხედავთ ისეთ ნაბიჯს, რომელიც აი არანაირად ხელს არ აძლევს რუსეთს. და აი მე ვერ ხვდები რა мотиваცია უნდა ქონოდა რუსეთს ამის განხორციელების. ეს აბსოლუტურად ეწინააღმდეგება მათ მიერ გაცხადებულ ცივილიზაციურ კურსს, იდეოლოგიას და რა თქმა უნდა აზიანებს მათ იმიჯს და ეს ყოველ შემთხვევაში მოტივი ნამდვილად არ ჩანს რატო უნდა გაეკეთებინა რუსეთს ეს. მით უმეტეს ჩვენ ვხედავთ რომ რუსეთი მთელი ამ ომის განმავლობაში ფაქტიურად ცდილობს არ წავიდეს ესკალაციაზე რუსეთის მხრიდან ეს ესკალაციის ასე ვთქვათ კუთხით დასავლეთი უფრო გამოირჩევა განსაკუთრებით ევროპა მათი საომარი რიტორიკა რომელიც ბოლო 1 წელიწადია უკვე საკმაოდ მაღალ ხარისხში არის აწეული და ფაქტიურად ისინი თავიანთი განცხადებებით და ასევე ქმედებებითაც აი გავიხსენოთ ჯერ კიდევ ბორის პისტორიუსის განცხადება 2023 წელს რომ მთლიანად გერმანიის ეკონომიკა უნდა გადაეწყოს სამხედრო ეკონომიკაზე და რომ ჩვენ უნდა ვემზადოთ რუსეთის წინააღმდეგ ომისთვის და ის რიტორიკა რომ აუცილებლად რუსეთი თავს დაგვესხება. ფაქტურად რუსეთის ერთგვარ პროვოცირებას აქვს ადგილი, როგორც ეს იყო უკრაინის შემთხვევაში. ამიტომ აი პიერო პეჩოვის ლავრის ესე თქვათ ეს დაბომბვა ხო რაც არის საერთო მართლმადიდებლური სიწმინდე ვთქვათ, ხო? მე ვერ ხედავ მოტივს, ვთქვათ, რუსეთის მხრიდან რა შეიძლებოდა ყოფილიყო მოტივი. ეს უფრო პროვოკაციას გავს, ასევე არ გამოვრიცხავ იმ ვერსიასაც, რაც ვთქვათ, თქვენც ახსენეთ, რომ მიმდებარე, ვთქვათ, რაღაც ობიექტი, სტრატეგიული ობიექტი დაიბომბა და იქიდან შეიძლებოდა ყოფილიყო მისი ნამსხვრევების ანასხლეტი, მაგრამ რა შეიძლება საქმე უკრაინის მთავრობის მხრიდან ეს ნიანგის ცრემლების ყრა და გულზემჯიღის ცემა, რომ აი თქვენ ეს ხო გასაოცარი, იმიტომ რომ ეს ის ხალხია, რომელსაც მართლმადიდებლობა აკრძალა, რომლებიც უშვებენ, ვთქვათ,
თქვათ როკ ფესტივალების და იმისი რა ქვია ჩატარებას წმინდა ლავრაში და მართლმადიდებლურ ეკლესიებში და რაც ასევე დიდი ხანია უკვე ხდება, ესე იგი სიწმინდეების გატანა დასავლეთში ძვირფასი ხატების და წმინდანთა ნეშტების და ასე შემდეგ. ამიტომ მათი მხრიდან იმაზე აპელირება, რომ აი მართლმადიდებლობის სულიერი სავანე დაბომბეთ, ხო, ეს ნუ უბრალოდ ხა ამას არავინ არ მიიღებს და არასერიოზულია. გვახსოვს პერაშკებს როგორ აცხობდნენ წმინდათა წმინდაში და ეშბაკის ყუდიანი ადამიანი დაქროდა. თვითონ პეჩორის წინ ეს LGBT პრაიდის და იმის და თვითონ სამოდელო პირების დაკავება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ზოგადად ჩვენ ეს რა თქმა უნდა რაც მიმდინარეობს ჩვენ თვალწინ აი გლობალური პოლიტიკური მოვლენები ეს რა თქმა უნდა ეს არის დაპირისპირება თქვათ ერთის მხრივ გლობალურ დასავლეთსა და გლობალურ აღმოსავლეთს შორის და რა თქმა უნდა ამას აქვს ცივილიზაციური მდგენელიც რაც გამოიხატება ზოგადად აი ეპშტეინის კოალიციის რაზეც ჩვენ ბატონმა მე და ბატონმა დავით ზარდიაშვილმა სამ თებერვალს ამ ეთერში ვისაუბრეთ სხვა შორის ამ გადაცემას ისეთი გამოხმაურება მოყვა რომ დღემდე თქვათ არ წყდება ზარები და დაკავშირება საგანმანათლებლო გადაცემა იყო რა ხდება სამყაროში წინვარე გამოსვლა ბატონი დავითი სხვა შორის ბატონი დავითი ხვალ მეყოლება სალტეს ეთერში და თქვენთანაც გავადა აი ამ პალანტირის თემას და აი ამ ეპშტეინის იმასაც კიდევ დიახ იმიტომ რომ მოთხოვნა არის ძალიან დიდი და ჩვენ ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ რა თქმა უნდა თქვათ ხო აი ეპშტეინის კორპორაციის და ტრანსჰუმანისტური სულის თქვათ დაპირისპირება მართლმადიდებლობასთან ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ და მე ვფიქრობ რომ ამას ძალიან მალე ნათელი მოეფინება თუ რეალურად ვინ განახორციელა ეს ვანდალური აქტი, მაგრამ რა შეეცით საქმე დღევანდელ დღეს ჩვენ ცხოვრობთ, ესე იგი პოსტსიმართლის ეპოქაში. ანუ მთავარია ეს ინფორმაცია გავრცელდა და ამ ინფორმაციის, თქვათ, საწინააღმდეგო, თქვათ, დამადასტურებელ ფაქტას რამდენია და ანუ ინფორმაციის გავრცელების და აი რა არეალს მოიცავს ეს ინფორმაცია, ეს არის მთავარი, იმიტომ რომ ამან თავისი საქმე უკვე გააკეთა, თქვათ, ხო? რომც გამოძიებამ დაადგინოს, რომ ეს იყო პროვოკაცია და რუსეთის მხარეს ეს არ გაუკეთებია სიტუაცია, ხო? რა თქმა უნდა, ამან თავისი საქმე უკვე გააკეთა, აი თუ რაღაცა გრძელ მოკლევადიან პერსპექტივაში და თქვენ თავიდან რაც დასვით, რა თქმა უნდა, ეს გავს პროვოკაციას დიდი შვიდეულის შეხვედრის წინ, ასევე, რა ქვია, პუტინისა და მისი ტრამპის შეხვედრის, აი რა თქვა, რაღაცა განეიტრალება და რა თქმა უნდა, ეს იმ ძალების ინტერესებშია, რომელსაც ჩვენ უწოდებთ ქორების პარტიას, ომის პარტიას, რომელიც ძლავრად არის წარმოდგენილი დასავლეთის ბლოკში, ისრაელის ლობი და ჩვენ ვხედავთ, რომ ამ საკითხში თვითონ ატლანტისტები, ასე თქვა, დაპირისპირებულები არიან ერთმანეთთან, თქვა, ხო, ტრამპის ყოველ რაღაცა სამშვიდობო ინიციატია ჩვენ ვხედავთ, რომ თქვათ ატლანტისტების აქეთა ფრთიდან, ანუ ბრიტანულ იმას გულისხმობ, მე ასე თქვათ ჯგუფს, ისინი ყველანაირად ეწინააღმდეგებიან და ისინი ყველანაირად ცდილობენ, რომ უკრაინის ომი გაგრძელდეს და აქ რა თქმა უნდა მთავარი ინტერესები ეს არის ბრიტანეთის ინტერესები. დიდი მადლობა ბატონ დავით, სანამ თქვენთან გადმოვალ, მე მინდა რომ დღევანდელი ჩვენი გადაცემის ინტერაქტივი დავაანონსო, ვინაიდან ჩვენ აუცილებლად ვილაპარაკებთ ირან, ისრაელ, ამერიკის ირანის ომთან დაკავშირებით, ჩვენ ინტერაქტივი სწორედ ამას მიემართება. დამყარდება თუ არა ხანგრძლივი მშვიდობა ახლო აღმოსავლეთში? პასუხები სავარაუდოდ ასეთია, დიახ, მიჭირს პასუხის გაცემა და არა. ბატონ დავით, ეხლა მე მინდა რომ აი გუშინდელი ღამის ინფორმაცია წაგიკითხოთ. უბრალოდ გუშინ იყო მთელი ღამის განმავლობაში მასირებული შეტევა მიდიოდა უკრაინაზე და სრულად იყო პარალიზებული უკრაინის რეალურად ნატოს, ხო, მოდი ესე ვთქვათ, საერთაშორისო თავდაცვის ძირითადი სამიზნე იყო კიევი და ჯოჯოხეთური ღამის გადატანა მოუწყდა კიევს და აი გეტყვით ახლა რა ისროლეს რა. თავიდან უტევდნენ შაჰედებით, შემდეგ რუსულმა ავიაციამ გაუშვა ფრთოსანი რაკეტები, ბალისტიკაც წავიდა, ისკანდერები, კიევი, ხარკოვი, დნეპრო, ეს ყველაფერი დაიბომბა, ორი ცირკონი ისროლეს ყირიმიდან, მოგვიანებით ისევ ბალისტიკაზე გადავიდა, ნუ კიევს დაარტყეს ბალისტიკური იარაღით, ისევ ცირკონებით და ფრთოსანი რაკეტებით, თავიდან 20-მდე რაკეტა იყო, მათ შორის
4 ჰიპერბგერითი ცირკონი, მერე ისევ ისკანდერები კიევზე და ისევ ცირკონები. ამჯერზე კურსკიდან წავიდა უკვე ეს ისკანდერები და 39 ბალისტიკური რაკეტა ესროლეს 1 საათის განმავლობაში და არ გვიკვირს ალბათ რომ ეს იყო მიზანმიმართული დამიზნებით კიევო-პეჩორის ლავრაზე თუ შემთხვევით თუ საერთოდაც არ იყო აბაში არერია რუსეთის ხელი, აი აქ უკვე მტყუან მართლის გარჩევა არის ძალიან ძნელი და მე კიდევ მინდა გკითხოთ რომ მართლმადიდებლობის მედროშეთ დღეს მსოფლიოში ითვლება რუსეთი. რუსეთს გაცხადებული აქვს, რომ ის არის მართლმადიდებლური ქვეყანა, ძირჟავა მართლმადიდებლური და მას უნდა ეჭიროს მართლმადიდებლობის ალამი. რამდენად ააძლევდა ხელს რუსეთს ახლა კიევო-პეჩორის ლავრის დაბომბვა? როდესაც თქვათ ისედაც მთელ მსოფლიოში აქმებით მოქმედ მთელ მსოფლიოში რუსეთის გაგება არავის უნდა და მას დიდი მანქანა მუშაობს იმაზე, რომ დემონიზაცია მოხდეს რუსეთის. პირველი ყოვლისა დაგეთანხმებით იმაში, რომ რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას აქვს ეს პრეტენზია, ეგრეთ წოდებული მესამე რომის პრეტენზია. თქვათ და ვაღიაროთ, რომ ნამდვილად მძლავრი ეკლესია თავის რაოდენობრივი თვალსაზრისით, ეპარქიებით, საეპისკოპოსოთი, უზარმაზარი სინოდი ყავს და აგრეთვე ყველაზე დიდი მრევლი ყავს მართლმადიდებლურ ქვეყნებს შორის, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მრევლი. მათ შორის მისი თავი მოწინააღმდეგეს კონსტანტინოპოლის ეკლესიის მრევლთან შედარებით. ახლა რაც შეეხება კიევის დაბომბვას, მართლაც ტრაგიკული ფაქტია იმ თვალსაზრისით, რომ უძველესი კომპლექსი, სამონასტრო კომპლექსი, კიევო-პეჩორის შესანიშნავი ლავრა, ესეთი შედევრალური არქიტექტურის ნიმუში დაზიანდა. და ამას თავი დავანებოდ 400 წმინდანის ნაშთი. კი ბატონო, ეს უსპენსკის საბორი, ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეს სწორედ 200 კვადრატულ მეტრზე გაჩნდა ხანძარი. ასევე თქვენ აღნიშნეთ, რომ ითვლება საეკლესიო სწავლებით, როგორც მესამე წილხვედრი ღვთისმშობლის კიევო-პეჩორის ლავრა და მინდა გითხრათ, რომ თავად კიევო-პეჩორის ლავრის დამაარსებელი ანტონი კიევო-პეჩორელი სწორედ მოღვაწეობდა ათონის მთაზე. ესპიგმენის მონასტერი არის, მე თავად ნამყოფი ვარ იმ ადგილას, იმ ქვაბულში, სადაც ის ცხოვრობს. თავად ეს ესპიგმენის მონასტერი არის ერთ-ერთი ულამაზესი, თავისი არქიტექტურული გადაწყვეტით ისეთ ყურეში არის. აი სწორედ იმ სანაპიროზეა ეგეოსის ზღვის, სადაც არის ვატოპედის და ივერთა მონასტერი, ხო, მათ შორის კიდე ставро-ნიკიტას მონასტერი. ეს სხვა თემა არის. და რაც შეეხება კიევო-პეჩორის ლავრას, ანტონი კიევო-პეჩორელი არის რუსი წმინდანი და არა უკრაინელი წმინდანი. არც ერთ პირველ წყაროში თქვენ ვერ ნახავთ, რომ ანტონი კიევო-პეჩორელი არის ეთნიკური უკრაინელი. ხო, თუმცა იმ წლებში აბსოლუტურად განსხვავება არის რა. რა თქმა უნდა, ახლა ისტორიულად თავად რუსები კიევს მიიჩნევენ თავიანთ ისტორიულ დედაქალაქად. კიევ მაიც გარადოფ რუსკიხ, როგორც თვითონ რუსები ამბობენ, ეს დაახლოებით ისეთივეა ჩვენს წარმოდგენაში, როგორც ახლა ჩვენს ტერიტორიაზე არის თურქეთის ტერიტორიაზე, მაგალითად თქვა სპერიან ოლთისი, რომელიც ითვლება ბაგრატოვანთა დასაბამად. ხო, მაგრამ არ არის ჩვენს ტერიტორიაზე, ხო, დაახლოებით ასეა რუსეთის ისტორია ისე განვითარდა, რომ კიევო-პეჩორის ლავრა აღმოჩნდა კიევში. და მოციქულთა მიწა, რა თქმა უნდა, მოციქულებმა იქადაგეს, სანამ რუსეთი თავად უკვე ოფიციალურად სანამ გახდებოდა მართლმადიდებლობა რუსეთის თავარი ძირითადი რელიგია და სახელმწიფო რელიგია. საქმე იმაში გახლავთ, რომ თავად ამ ობიექტის ასე დაზიანება, ამ ტაძრის და თვითონ ამ სამონასტრო კომპლექსის, ეს რა თქმა უნდა ტრაგედია. ახლა რაც მედიაში მე გადავავლე თვალი, პარალელებს ავლებენ, ანალოგები მოყავთ, რომ აი პალმირა დაიბომბა თალიბების მიერ, ანუ ესეთი კონოტაციაც იყო, რომ აი რუსები როგორ მოექცნენ დაანგრიეს. ახლა რომ განვაზოგადოთ, რამდენიმე პლასტი არის აქ და რამდენიმე შრიანი განხილვა შეიძლება ამ ყველაფრის მოვაწყოთ. თუ თქვათ რუსეთი თავის გეოპოლიტიკურ და სტრატეგიულ ამოცანებს ასრულებს, ეს ერთია. მეორე მსოფლიო ომის და მათთვის სამამულო ომის წიაღში თუ გადავინაცვლებთ, მასე ბრიტანული ავიაცია და ამერიკული ავიაცია კიოლნის როდესაც ბომბავდა კიოლნის ტაძარი, სადაც მოგვთა ძღვენი დღემდე არის დავანებული და დასვენებული,
კომპასად იყენებდნენ და ორიენტირად. აი ცნობილი ვინც ახლა გერმანიაში ნამყოფია, ბევრი სტუდენტები გვყავს ჩვენ ხო, ეს კიოლნის ცნობილი ხიდი, მაშინ როდესაც იბომბებოდა ბრიტანული ავიაციის მიერ, საკვირველად გადარჩა, მაგრამ დაზიანებები ბევრი იყო. ახლა ბონი მაგალითად მიწისაგან პირისა იყო აღვილი და რაღა ვილაპარაკო დრეზდენზე. ახლა დრეზდენის გალერეა ხო, რომელსაც ეძახიან ფლორენციას ელბაზე, საერთოდ მიწასთან იყო გასწორებული. ხო, რამდენი სამუზეუმო ექსპონატები აქვს, რა ვიცი, ცვინგერია, რა ვიცი, რა აღარ არის, ხო, ან დრეზდენის ცნობილი გალერეა. უამრავი ექსპონატი განადგურდა. ბევრის ევაკუაცია განხორციელდა. მაგრამ აქ მეორე საკითხი არის, ხლა ასე თუ ვიმსჯელებთ, დღევანდელი რუსეთის პოლიტიკური საზღვრების მიღმა. თუ კი რუსეთი მიიჩნევს ვინმეს მტრად და აღიარება კიევო-პეჩორის ლავრა კი არა, აი რა ვიცი, ღმერთმა შემინდოს სხვა წმინდა ადგილი რო იყოს, ახლა აღარ ჩამოვთვლი, მაგალითებად არ მოვიყვან, იმასაც კი დაბომბავს. მაგრამ აქ მეორე მომენტია, ხო, ანუ თავისი სახელმწიფოებრივი თავდაცვის მიზნით. მაგრამ აქ დგას მეორე საკითხი, რუსეთმა ჩაიდინა ნამდვილად ეს თუ არ ჩაიდინა. ეხლა რა თქმა უნდა, უკრაინელები და უკრაინის ხელისუფლების ახლანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები არც მალავენ და ამბობენ პირდაპირ, საგარეო საქმეთა მინისტრი გამოვიდა, ეს თავად ზელენსკი ადგილზე გავიდნენ და აბრალებენ რუსებს, რომ რუსეთმა მაგრამ აბა რუსებს უსმინოთ. ძალიან ამაღელვებელი სიტყვა თქვა სიბიგამ და თქვა, რომ აი ეს რუსეთის ხასიათზე მოქმედებს, ისინი არიან დაუნდობლები, ნუ მოკლედ კაცობრიობის შემარცხვენელი მტრები და ასე შემდეგ. კი ბატონო, მაგრამ არის მეორე მომენტი, ახლა რო უსმინოთ რუსეთის კი ბატონო ხელმძღვანელობას და თავად აი პუტინმა თქვა, ხო, დასავლეთი უკრაინას აწვდის ვადაგასულში, ანუ ჩამოწერილ კი არა, ან მოძველებულ, ვადაგასულ, აქ მნიშვნელობა სიტყვებსაც აქვს, ვინაიდან ის ასე ვთქვათ, დენტი, რითაც არის გამოტენილი ის პატრიოტი სისტემა იქნება თუ რაც იქნება, ვადა რო გაზდის, შესაძლოა ისე ვერ იმუშაოს და რაღაც ტრაექტორია შეიცვალოს. ნუ ამაზე აქვს მინიშნება. ახლა აი ამ კონკრეტულ ასპექტში მე სამხედრო ექსპერტად არ გამოვდგები, თუმცა მეტნაკლებად რაღაცა მაინც ვიცი ამის შესახებ, ვინაიდან ეს კავშირებიც არსებობს. ან უშუალოდ ოჯახის წევრი მყავდა სამხედრო პირი, რომელიც სხვათა შორის ყირიმში აპროექტებდა სამხედრო სტრატეგიულ ობიექტებს. და თქვენ ბალისტიკა ახსენეთ, სევასტოპოლში არის ორი ფორტი, რომელიც ერთი გადარჩა, მეორე უკრაინელების პირობებში გაიძარცვა პირწმინდად, რომელიც იყო თავიდან გათვლილი თურქეთის წინააღმდეგ. და საგანგებო დაშვება იქნა გაცემული რუსეთის საბჭოთა კავშირის გენერალური შტაბიდან, რომ რეჟისორ მიხეილ კალოტოზოვს გადაეღო მხატვრული ფილმი. ამას ეწოდება ობიექტ სოტკა, ანუ გამოდის ყირიმის, ანუ ყირიმი ვიცით როგორი სანაპირო აქვს. ბატონო. რეაქტიული, აი როგორც ეს ახლა ეს ბალისტიკური რაკეტებია, პერშინგის ტიპის, ნუ აი რომ ფრთოსანი რაკეტები. ну რა თქმა უნდა ეს პერშინგი ამერიკულია, მაგრამ რუსებსაც ჰქონდათ, ხო? აი სხვადასხვა კლასიფიკაცია იქ SS4, ასე შემდეგ, ამ ზიღმებში აღარ წავა. გამიზნული იყო რომ ჩაეღწიათ მინიმუმ ტრაბზონამდე. ანუ ეს მე გეუბნებით 1960-იანი წლების, როდესაც იყო კარიბის კრიზისის შემდეგ საფრთხეები, რომ ეგონათ რომ შესაძლოა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ან დასავლეთმა მიიტანოს საბჭოეთზე მას შემდეგ რამხელა და უამრავი სამუშაოები ასეთი გაწეული. ხო და აქედან გამომდინარე ძალიან ძნელია ახლა იქ ჩვენ ფაქტობრივად ყავს ორი დაპირისპირებული მხარე. ნაწილი არის, აი გნებავთ ბუჩას ეპიზოდი რო გავიხსენოთ. საბოლოო ჯამში ხომ ვერავინ ვერ დამტკიცა და მტკიცებულებები ვერ წარმოადგინეს. თუ მე გაანალიზებთ, გახსოვთ ხომ ის დახოცილი ხალხი, ხელებშეკრულები კი იყვნენ, მაგრამ ვერავინ საბოლოოდ ვერ დადო ის მტკიცებულება, რომ რუსები წინასწარ მივიდნენ, ეს დელეგაციაც უკრაინელების გამზადებულად იქ შევიდნენ და ეს ყველაფერი გადაიღეს როგორ დევს იქ წინასწარ გამზადებული ამ ადამიანების პარკად გადაფარებული, ვითობიცვალებული პარკს ის კითხვები რა თქმა უნდა ძნელია. ასე პირდაპირ აპელირება რომ რა თქმა უნდა, როდესაც ორი დაპირისპირებული მხარეა და 5 წელია უკვე ეს ომი მიმდინარეობს, ერთნიშნულოვნად ახლა რა თქმა უნდა მიკერძოების მომენტები იქნება ორივე მხრიდან. ასე რომ აქ ცოტა ძნელია, თუ კი ვინმე არ არის მხარე ან ანგაჟირებული ან ექსპერტი ან პოლიტოლოგი, რომელსაც
აქვს ინტერესი რომ სამართალი იყოს რომელიმე მხარეს აი კონკრეტულად სამხედრო სტრატეგიული მიმართულებით და პირდაპირ თქვა აი დაჩაგურის თვალსაზრისით შეიძლება რუსეთის წინააღმდეგ თქვას რამე რომ აი კი რუსებმა განახორციელეს ეს მიზანმიმართულად დაარტყეს და გაანადგურეს კომპლექსი რომელიც თავის დროზე თავად რუსების აშენებულია და ახლა ნუ აი ეთნიკური შემადგენლობის ასე წამდაუწუმ მოშველიება ახლა ყირიმში მაგალითად სევასტოპოლის დაცვა რო იყო ჯერ კიდე მეორე დაცვა მეორე მსოფლიო ომის დროს კი არა ფრანგულ ინგლისური ეს გეუბნებით 1855 წლის ერთი კვირის წინ უკრაინელებმა დაარტყეს არის სევასტოპოლის პანორამა ცნობილი ფრანს რუბოს შედევრი უზარმაზარი პანო, რომელიც სამხედრო გემით 42 წელს, როდესაც იყო უკვე გერმანული ავიაციისგან, თავდასხმებისგან ეს დაზიანებული, გაახვიეს ეს უზარმაზარი, როგორც თქვენ ახლა ეს პანო არის. და არც მეტი, არც ნაკლები ეს შედევრი 40 მილიონზე მეტ დამთვალიერებელს აქვს ნანახი. ამაზე დასავლეთი არაფერს არ იძახის. აი კანტიკუნტად იყო დასავლურ მედიაში გასული რომ კი აი იქ რაღაც მოხდა და დაზიანდა ეს პანორამა. ცნობილი დასათვალიერებელი სერიოზული ხო მუზეუმია ფაქტობრივად. და ახლა მაგის საპასუხოდ თუ რუსეთი იმას მოიმოქმედებდა რომ კიევო-პეჩორის ლავრას დაბომბავდა ხო გეუბნებით ძალიან ძნელია ამის ვარაუდი მაგრამ რუსები აქიდანვე თავად მათი პრეზიდენტი ამბობს რომ ჩვენ არ ვახორციელებთ დარტყმებს როგორც მოსახლეობაზე ასევე კულტურის ძეგლებზე ჩვენ მიზანმიმართულად ვახორციელებთ დარტყმებს სამხედრო სტრატეგიულ ობიექტებზე. ნუ არავინ არ არის ომის დროს დაცული იმისგან რომ არ დაზარალდეს მშვიდობიანი მოსახლეობა სირია გვაქვს ამის მაგალითად, ირანი გვაქვს ამის მაგალითად, 99 წელს იუგოსლავია, ბელგრადი იბომბებოდა, ევროპის ცენტრი, დედაქალაქი, იუგოსლავიის, სერბეთის დედაქალაქი, სხვათა შორის მათი პრეზიდენტი გვსტუმრობს ახლა ჩვენ. დიახ, დღეს ჩამოვიდა. ძალიან თბილი შეხვედრა ჰქონდა ჩვენს პრეზიდენტს მათ სახლში და უმასპინძლის სახლშიც და გვახსოვს ეს ამბავი. ხო, ასე რომ აი ესეთ საომარ ვითარებაში ძალიან ძნელია იყო ანუ მხარე გამოხატო. ახლა რა ვთქვათ, რომ კი აი რუსეთმა დაბომბა, უირად უდები არიან ეს რუსები, ლანძღვარი სოციალურ ქსელში ნახეთ 9 სართულიანი გინება, ხო? ნუ გასაგები. ან დაუჯეროთ ახლა პუტინს რომ კი იქ ვადაგასული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები, პეტრიოტები, რომლებიც ამერიკელებმა მიაწოდეს და ხო, ესენი თურმე ვადაგასული იყო და არასწორად დააჭირეს იქ უკრაინელებმა ღილაკს და არ წავიდა იმ ტრაექტორიით და ჩამოვარდა. ძალიან ძნელია ასე ეს სამხედრო ექსპერტი რომ იყო ამ საკითხში, ესეც კი არ არის საკმარისი. ასე რომ აი ასეთი თუმცა ამის გამოძიება მაინც შესაძლებელია როგორ ფიქრობთ? რა თქმა უნდა, ეხლა თუ კომპეტენტური პირები აეროს აქვს შესაბამისი სამსახურები და მისია. მაგრამ ალბათ არც ერთი მხარე ამას არ მოინდომებს არა? როგორც ჩანს. აი რაც შეეხება EUTOS, ახლა EUTOS და ევროკავშირს აქვს სპეციალური მონიტორინგის სხვათა შორის აი კულტურული ძეგლების თვალსაზრისითაც ხო გნებავთ ეს სომხურ აზერბაიჯანული დაპირისპირება რო იყო ყარაბაღში, იქაც ბევრი ეს ძეგლები განადგურდა, მანამდე აზერბაიჯანელები ამბობდნენ რომ სომხებმა გაანადგურეს ჩვენი სომხები ამბობდნენ რომ ჯულფაში ეს მთელი ძველი ისტორიული სასაფლაოები რა ვიცი ბევრი ამას წინათ აბრალებდნენ უნიკალური ხაჭკარები სხვათა შორის ქვაჯვრები აი სომხური მასაც ტაძარიც დაზიანდა მაგრამ მე ჩემი თუ არ მომსწრე ბაქოში როდესაც ვიყავი და არაერთხელ ვარ ბაქოში ნამყოფი ბაქოს ცენტრში არის სომხური ტაძარი მართალია დაკეტილია მაგრამ არავინ ხელს არ კიდებს კი ბატონო გასაგები ხო ანუ ძალიან ძნელია ასეთ საკითხებზე ესეთი საუბარი სადაც თქვა იგრძნობა იქ ანგაჟი თუა და მხარე ეს არ არის კომპეტენტურობა ამ კუთხით ამიტომ ასე ერთმნიშვნელოვნად რაიმეს მტკიცება ნებისმიერს გაუჭირდება.
დიდი მადლობა ქალბატონო სოფო, ჩვენ რასაც ხედავთ 21 საუკუნეში სრულიად სხვა ტიპის ომები არსებობს. ხო, გარდა იმისა, რომ ჰიპერბგერითი იარაღი არის მოდაში და ღმერთმა დაგვიფაროს და ძალიან დიდი ამბავია იმაზე, რომ ვინ დააჭერს თითს ღილაკს, რომ ატომური საშიშროებაც გვაქვს. გარდა ამისა, PR ომი არის ისეთი მნიშვნელოვანი, რომ მეტი არ შეიძლება, ხო? აღქმების ომი რას აღიქვამს ადამიანი და რა არის მისგან განსხვავებული რეალობა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. თქვენ როგორ ფიქრობთ, რომელი უფრო სასტიკია დამიზნებით სროლა თუ დემონიზაცია ქვეყნების PR-ი და ადამიანების დემონიზაცია ქვეყნების, როგორ ფიქრობთ? გრძელვადიან პერსპექტივაში, რა თქმა უნდა, ეს დესტრუქციული სული, პოსტმოდერნიზმის დესტრუქციული სული, რომელმაც შემოიტანა ეს აღქმის პოსტულატი და ეს ნიშნავს, რომ საერთოდ ობიექტურობის ცნება დგება საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშ. და რა თქმა უნდა, სულიერი ტრამვა და სულიერი დამახინჯება ადამიანის და ზოგადად ეს ბევრად უფრო საშიშია და ზოგადად ცივილიზაციის ფართო მასშტაბში რო ვთქვათ, ცივილიზაცია, რომელიც განიცდის ასე ვთქვათ დესტრუქციას და შედის ჩიხში ხრწნას და იმპერიათა დაღმასვლას და ჰეგემონი ძალის დაღმასვლას, როგორც წესი, როგორც წესი თან ახლავს ხოლმე ამგვარი ვთქვათ პროცესების და ჩვენ ვხედავთ, რომ დღევანდელ დღეს საკაცობრიო ცივილიზაცია არის შესული ფაქტიურად კრიზისში ყველა მიმართულებით, ეს არის პოლიტიკური, სოციოკულტურული, ცივილიზაციური ჩიხი და მთავარი საკითხი მართლაც რომ არის ის თუ რა შინაარსის იქნება მომავალი მსოფლიო წესრიგი. კაცმა რო თქვას, მთავარი ბრძოლა სწორედ მიდის ამისთვის. ვის ეჭირება ხელში, ვისი პროექტი გავა, რომელი დიდი ძალის ცივილიზაციური პროექტი გავა და ასე ვთქვათ ეს პირდაპირ კავშირშია მასების მართვასთან და ადამიანის ცნობიერებაზე ზემოქმედებასთან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ზოგადად რა თქმა უნდა, რაც თქვენ ახსენეთ, ხო, ის პროცესები, რაც ჩვენს თვალწინ ვითარდება, თავისი შინაარსით არის აპოკალიფსური და მე პირველი არა ვარ, ვინც ამგვარ პარალელს ავლებს. ეს გამოიხატება იმაში, რომ ჩვენ ვხედავთ სოფლიოში ფაქტიურად ყველა გეოსტრატეგიული არეალის გააქტიურებას, განსაკუთრებით ევრაზიის კონტინენტზე და ამას თანსდევს ის პროცესები, რაც ჩვენ ვნახეთ ეპშტეინის ფაილის გასაჯაროებისა. ჩვენ დავინახეთ, რომ ეს არის მასშტაბური მოვლენა, ძალიან დიდი მასშტაბური მოვლენა, ეს არ არის რაღაცა ფრაგმენტული რაღაცა ეპიზოდი და რომ ზოგადად პოსტმოდერნიზმის, ასე ვთქვათ, შინაარსით დატვირთული ტრანსჰუმანისტური პროექტის სახეა, რაზე ჩვენ იმ გადაცემაში ვისაუბრეთ და რა თქმა უნდა, ასე დროს სულიერების ცენტრზე, ვთქვათ, ეს მიზანმიმართული ერიშის მიტანა და დაბომბვა, ხო, ეს არის ისეთი მძიმე სახის დანაშაული, რომ ვინც ეს გააკეთა, მომავალ თაობებში, ვთქვათ, და გრძელვადიან პერსპექტივაში ამისი, ასე ვთქვათ, შედეგები იქნება ძალიან ისეთი მოკლედ ძალიან წარე და ძალიან როგორ გითხრათ. თუმცა კაცმა რომ თქვას, უკვე ჩვენ შევეჩვიეთ ისეთ მოვლენებს, ჩვენ თვალწინ ხდება იმგვარი ასე ვთქვათ, რაზე მინდა ისეთ აქცენტის გაკეთება, ჩვენ ვიზრდებოდით განსაკუთრებით 90-იან წლებში იმ სულით, რომ მე-20 საუკუნე, 21 საუკუნე ეს იქნება საკაცობრიო ცივილიზაციის, აყვავების და ჰუმანიზმის და ესე იგი მაღალი იდეალების, ვთქვათ, ეპოქა, როდესაც ხო და აბსოლუტურად საპირისპირო, ჩვენ ვხედავთ ადამიანის გასასტიკებას და გამხეცებას და ფაქტიურად მე უკვე ვეღარ წარმომიდგენია, რა ბავშვების მასიური დახოცვა, ვთქვათ, ხო, სხვებშეწირვის რიტუალები და ეს რაც ბოლოს ირანში მოხდა, დამიზნებით 168 გოგონას, ვთქვათ, ის რა ქვია, მოკლა, ხო, და იგივე რაც ხდება პალესტინაში, ვთქვათ, ისრაელის მიერ, ხო, ამას თავისი ესქატოლოგიური შინაარსები აქვს და მე აღარ ვიცი საერთოდ რამ შეიძლება ჩვენ გაგვაკვირვოს.
არა. რამ შეიძლება ჩვენ გაგვაკვიროს ფაქტურად თავისი ნარსით ეს არის ნეოფაშიზმი და გამომდინარე იქიდან რომ თანამედროვე კაცობრიობა ხა ისეთ უფრო ძლავ ტექნოლოგიებს ფლობს ამან პლანეტარული მასშტაბის ხასიათი მიიღო და ჩვენ უკვე ვსაუბრობთ არა მხოლოდ ესეთი ბირთვული იარაღზე, არამედ ეკოლოგიურ და ბიოიარაღზე და ასე ვთქვათ სხვადასხვა სახის იარაღებზე, რომელიც აი ფაქტურად კაცობრიობას განადგურებით ემუქრება. ასე რომ თუნდაც აი ეს საკითხი თქვენ რაც თავიდან წამოჭერით, ხო? მე დარწმუნებული ვარ 2 დღის შემდეგ ეს არავის არ იმეხსოვრება, იმიტომ რომ ყველაზე მეტად მე რისიც მეშინია, აი რაც ხდება ზოგადად დღევანდელ დღეს სოფლიოში, რომ ჩვენ არ გაგვისქელდეს შუბლის ძარღვი და იმდენად არ გავსასტიკდეთ, რომ აი ჩვენთვის ბავშვის სიკვდილიც კი ჩვეულებრივი ამბავი გახდეს. აქეთკენ მიდის და ეს ისეთი მასშტაბით და ისეთი რაოდენობით არის ყოველ დღე, რომ ფაქტიურად ხდება ამასთან შეგუება და აი დიფუზური ომი, რაზეც აი ბატონმა დავით ზარდიაშვილმა თავიდან დაიწყო საუბარი, ჩვენ სამწუხაროდ შევდივართ აი ზუსტად აი ამ მეში ასე თქვათ ამ როგორ ვთქვათ ამ ველზე, სადაც მშვიდობა და ომი ეს არის ასე თქვათ ერთად მოცემული რეალობა, მშვიდობა ომი. გესმით? და ჩვენ მოგვიწევს სამწუხაროდ ცხოვრება 10 წლეულები ამ ვითარებაში, რადგანაც როგორც არაერთხელ მithქვამს, თავარი მოთამაშეების ძალის ცენტრები სტრატეგიები ერთმანეთს ფარავს და მრავალპოლარული სამყაროს სტაბილიზაციის ნიშნები ჯერჯერობით არა და არ ჩანს და გამომდინარე იქიდან რომ ეს დიფუზური ომი ეს არის პლანეტარული მასშტაბის ომი, თქვათ, ხო? აი ამ მიმდინარეობაში თქვათ, რაღაც ერთგვარი პაუზა, თქვათ, რაღაც გარკვეული შეთანხმებები, ილუზორული შეთანხმებები, ხო? ეს შეიძლება ითქვას ამ პროცესის თანმდევი მოვლენებია და მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს არის ხანგრძლივი ომი, კაცობრიობა შედის ხანგრძლივი ომის აი ამ იმაში, ხაზზე შევდივართ. დიახ, და ეს პატარ-პატარა რაღაცა პაუზა, შეთანხმება, იმიტომ რომ ამ ძალის ცენტრებსაც სჭირდებათ სულის მოთქმა, სჭირდებათ ასე ვთქვათ ძალების მოკრება იმისთვის, რომ პირველი სამხედრო სამრეწველო კომპლექსი გამართონ, აი ამიტომ არის, რომ აი ამ კრიტიკულ იმაზე მინერალებზე და განსაკუთრებულ წიაღისეულებზე, რაც სამხედრო მრეწველობაში გამოიყენება, განსაკუთრებით ის აქ აი ამ დასავლურ სამყაროს, იმიტომ რომ მათ არ ყოფნით ეს რესურსები, აი ტრამპი გაიძახეს, სულ კრიტიკული მინერალები, სხვა შორის სომხეთში არის საკმაოდ დიდი მოლიბდენის ისინი საბადოები, რომელიც სწორედ აი ამ სამხედრო იმაში გამოიყენება და რუბიო როცა ჩასულიყო, ამ შეთანხმებასაც მოეწერა ხელი, ხო? ანუ სამხედრო სამრეწველო კომპლექსის გამართვა და ამის პარალელურად შიდა ტრანსფორმაცია, იმიტომ რომ ყოველ ძალის ცენტრს აქვს თავისი ცივილიზაციური პროექტი. გესმით? და ამიტომ ძალიან აქტიურად მიმდინარეობს თვითონ სოციალური ინჟინერიის კუთხით საზოგადოებების შიდა მენტალური ტრანსფორმაცია და ამაზე იხარჯება უზარმაზარი თანხები და ფაქტიურად მე რასაც ვაკვირდები და გამომდინარე იქიდან რომ ვსწავლობ აი ამ ტრანსჰუმანიზმს და ჩემი პროფესიიდან გამომდინარე შეხება მაქვს თქვა აი ცივილიზაციურ ასე ვთქვათ ფაქტორებთან ყოველი ძალის ცენტრი არის გაჭედილი ამ მიმართულებით. აი რუსეთისთვისაც ეს რუსული სამყარო და მომავლის ხატი ეს ჯერ ვერ ეს ამის ასე ვთქვათ კონფიგურაცია ჯერ გაურკვეველია, დასავლური სამყარო აი ლიბერალური დემოკრატიის ასე ვთქვათ აი ფანტომიდან ასე ვთქვათ ვერ თავისუფლება და მთავარი მათი ის არის ასე ვთქვათ პროექტი, ტრანსჰუმანიზმის პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს კაცობრიობის პროექტის როგორც ბიოლოგიური სახეობის დასრულებას, გლობალურ სამხრეთს აქვს კიდე თავისი ასე ვთქვათ ცივილიზაციური წანამწყრები და ანუ არ არის მიმართულება, სადაც ასე ვთქვათ დიდი ძალის ცენტრები და მსოფლიოს წამყვანი ცივილიზაციები და გეოპოლიტიკური სიმძიმის ცენტრები არ იყვნენ ასე ვთქვათ ესეთ გაურკვევლობაში და არ იყვნენ გაჭედილი და ანუ ამ ბოლო დროს კიდე რასაც ვაკვირდები, ხო დიდი ქვეყნებიც კი რაც ვახსენე ძალის ცენტრები სიტუაციური რეაგირების რეჟიმში არიან. აი სიტუაციურად რეაგირებენ საფრთხეებზე. ისეთი შტაბ-ბეჭდილება მრჩება, რომ თითქოს მათაც არ აქვს გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლილი სტრატეგია. კი არის ფუნდამენტური სტრატეგიები, რასაც ცდილობენ რომ მიყვნენ, თქვათ, ხო?
მაგრამ აი რაც არის წყლის ცივილიზაციის და კონტინენტური ცივილიზაციის დაპირისპირების მთავარი ასე ვთქვათ ის ხო ხარტლედის პრობა ვთქვათ პოზიციების გამყარება ატლანტისტებისთვის ინდოწყალი ოკეანის რეგიონში ვთქვათ ევრაზიის კონტინენტზე მთავარ სტრატეგიულ არეალებზე დომინაციის მოპოვება რაც არის ახლო აღმოსავლეთი სამხრეთ კავკასია შუა აზია რუსეთის აი დასავლეთის შეტევის ხაზი ეს ყველაფერი რა თქმა უნდა არის მაგრამ ფაქტია რომ ვერც ერთი მხარე ვერ ახორციელებს თავის სტრატეგიულ მიზანს ბოლომდე და მთელი ეს საუკუნე აი როგორც ახლა მისი ვულკანის ამოფრქვევის დროს აი დიდი გეოპოლიტიკური პლასტები შეჯახებიან ერთმანეთს და აი ერთმანეთთან ხახუნის მეშვეობით აი ბლაგდება გვერდები და რაღაცა ყალიბდება თქვა ხმელეთის კონფიგურაცია აი ხატოვნად მეც ასე მესახება რომ მინიმუმ 10 წლეულები და საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში აი ამ გლობალური დასავლეთის გლობალური სამხრეთის აი სხვადასხვა გეოპოლიტიკური პლასტები ჩვენ ისიც არ ვიცით მრავალპოლარულ სამყაროში რამდენი ასე ვთქვათ ის იქნება თვითონ პოლუსი ხო ანუ აი ჩვენ ვართ აი ამის მომსწრე რომ დატაკება მოხდა დიდი ჯახი უკვე დაწყებულია დიდი ხანია 10 წლის წერტილად სხვათა შორის ამას ზოგი მიიჩნევს 1999 წლის იმის დაბომბვას, ბელგრადის დაბომბვას, ზოგი ახლო აღმოსავლეთის აი ამ კამპანიას რაც ამერიკამ აწარმოა ვთქვათ, ხო? ნუ სხვადასხვა მაგრამ ფაქტია რომ ეს დიდი გეოპოლიტიკური ჯახი და დიდი გეოპოლიტიკური გადანაწილება არის აქტიურ ფაზაში შესული და განსაკუთრებით ესე იგი ცუდ დღეში არიან რღვევის ზოლზე ყოფი ქვეყნები, რომელთა კატეგორიას მივეკუთვნებით ჩვენ და ჩვენ არათუ რღვევის ზოლზე ვართ. ჩვენ ვართ სამი გეოპოლიტიკური პლასტის, ევროპის, აზიის და აფრიკის გადაკვეთის წერტილში და ყველაფერი მიდის იქითკენ, რომ ესე იგი ახლო აღმოსავლეთი, სამხრეთ კავკასია და ახლო აღმოსავლეთი, სამხრეთ კავკასია ეს ერთიანი გეოსტრატეგიული ბლოკია, ყველა პარამეტრი და დასავლეთის ასე ვთქვათ, ხედვით ეს ასეა და მათ ყველა სტრატეგიაში ეს ერთიანი სივრცეა. ჩანს რომ აი ვექტორი მოდის ჩვენს ამას კიდევ ეს არის ძალიან საშიში და აი ამის გათვალისწინებით მანამდე მინდა ეს რუსულ-უკრაინული ომის ყველა პლასტი ამოვწურო აი ქალბატონს ოტკომ ძალიან საინტერესო თქვა რომ დიდი ჯახი დაწყებულია და კუთხეების მომრგვალება მიდის ნუ კუთხეების მომრგვალება ცოტა გაგვიჭიანურდა ძალიან რუსულ-უკრაინულ ომს თუ გავიხსენებთ ყველაზე ავსიზმარშიც ალბათ პლანეტაზე ვერავინ წარმოიდგენდა რომ 4 წელიწადს გადასცდებოდა ორი სლავი ძმა ერის რა ვიცი ერთმანეთთან დაჯახება და ეს არ არის რუსულ-უკრაინული ომი ცხადია დღეს უკვე ცხადია თითქოს აი ირან-ამერიკის ორთვიანმა ომმა ჩრდილში გადაიყვანა რუსულ-უკრაინული კონფლიქტი ასეთი დიდი და ასეთი განცხადებები აღარ კეთდება ვთქვათ ამერიკის ერთებული შტატებისგან რომ ის არის დიდი ძმა და მომლაპარაკებელი და ყველაზე მეტი მას გაუკეთებია ამ ორი ადამიანების ამ ორი მხარის შერიგებისთვის და ამასობაში ძვირდება ბენზინი რაც ძალიან ასხამს რუსულ წისქვილზე წყალს და რასაც მოყვა ომის ესკალაცია ბატონ დავით აი პუტინი რასაც ხადებს ნახეთ გუშინდელი ღამის შემდეგ ჩვენი ჯარები სტრატეგიულ უპირატესობას ინარჩუნებენ წინ დარწმუნებით მიიწევენ და ამ ვითარებას ვერანაირი დაბომბვა ან დროებითი დარტყმა ვერ შეცვლის მოწინააღმდეგეს ამ ზეწოლის შეკავება აღარ შეუძლია ის ღიად ტერორისტულ მეთოდებს მიმართავს სამოქალაქო ობიექტებს საკომუნიკაციო ობიექტებს და სამგზავრო ტრანსპორტს ურტყამსო ნუ გამარჯვებული გენერლის იმიჯით გამოდის პუტინი და ის ამბობს რომ მე აუცილებლად გავალ თითქოს ამბობს გავალ უკრაინის ბოლო საზღვარზე. თქვენ როგორ გაიგეთ მისი აი გუშინდელი გზავნილი და აი თუნდაც აი ეს ქალბატონოია იცით რა შეასაქმე. ჩვენ რო დავაკვირდეთ ნუ ჩვენ ზოგადად ქართველების ისეთი გენოტიპის ხალხი ვართ, ცოტა ემოციურები, ცეცხლოვანი, აფექტური ყოველთვის რაღაცა თუ ჩანაფიქრია ან რაღაც აზრი გაივლება თავში გსურს რომ აი ხვალ ან ზეგ შესრულდეს რაღაც პრისიერად კავკასიელად კი მოცემულობა რაღაც აღსრულდეს ის წარმოსახვაში როგორც თქვათ სურს რუსები ჩვენგან განსხვავებით მიუხედავად იმისა რომ მართლმადიდებლები არიან ისინიც და ნუ გასაგებია სლავები არიან ჩვენ კავკასიელები ვართ მენტალობაც განსხვავებულია ისინი აბსოლუტურად სხვანაირად ალაგებენ თავიანთ აი ამ გრძელვადიან მიზნებს. თქვენ საინტერესო პასაჟებზე ისაუბრეთ
და ქალბატონმა სოფიკომაც თქვა, რომ ახლა მაქსიმალურად ხდება ის, რომ სხვადასხვა დაპირისპირებული პოლუსები აი ამ სასაზღვრო რეგიონებში ხდება, აი ამ მხარეების ხატოვნად ბრძანა, რომ დაბლაგვება ამ კუთხეების. ჩვენ მართლაც ვართ ზუსტად აი ამ ტერიტორიაზე და რას მინდა ხაზი გაუსვა. აი რუსეთის კონტექსტში და რუსეთ-უკრაინის ომის ამბავში. როდესაც ვაკვირდები ჩვენ სოციალურ ქსელს და პოლიტიკურად ისეთი აქტიური ადამიანების აღშფოთება იქნება, თუ პოზიციის დაფიქსირება, თუ აზრის გამოხატვა, აი ის რასაც მე ხაზი გაუსვი, რომ უნდათ ხვალანზე განხორციელდეს რაღაც, ასე არ ხდება. ეკატერინე მეორე, ანუ ეკატერინა ვილიკაია, ну ეკატერინე დიდი ისინი ასე ეძახიან. პეტრე პირველი, ელიზავეტა პეტროვნა, ანუ ყველა თუნდაც პეტრეს პონჩიკების გამყიდველი მენშიკოვიც კი, ანუ ზუსტად ამ მენტალობის იყვნენ და ამ აზრის, რომ გრძელვადიანად ფიქრობდნენ რუსეთმა რა უნდა გააკეთოს. იქნებოდა შვედებთან ომი, თუ რა ვიცი, იქ ჯერ კიდე უფრო ადრე ეს პირველი გერმანელ ტევტონებთან და ამ სხვადასხვა მოდი თქვათ რომ ალბათ ყველა იმპერია აი ჩინეთიც რო ავიღოთ ხო რამდენი წლის შემდეგ გეგმავს ეს სტრატეგია ნახეთ რის თქმა მინდა თუნდაც კავკასიაში მიმდინარე პროცესები ახლა ერთის მხრივ კარგი პროცესია იმ თვალსაზრისით რომ ახლა სხვა საკითხია იქ სომხეთში პოლარიზებულები არიან სომხები ანუ ნაწილია რომ ხო ნაწილია რომ არ მიაჩნიათ ამ პაშინიანის პოლიტიკა მართებულად ნაწილია რომ უფრო სხვანაირად უყურებს ლიბერალურ გლობალისტური ხედვით მიაჩნია რომ უფრო მეტი დოვლათი შემოვა ამ ხაზების და კომუნიკაციების გახსნის თვალსაზრისით ჩვენ საქართველოს ვაღიაროთ რომ ამ ეტაპზე თუნდაც ხელისუფლება უფრო პრაგმატიზმით არის დაკავებული სხვათა შორის თავად რუსებიც ამბობენ ამას, მაგრამ აქ ხელისუფლებასთან დაპირისპირებულ პოლიტიკურ ძალებს ეს სხვანაირად ესმით. ამით ისინი მიანიშნებენ, რომ აი თურმე ხელისუფლება პრორუსია და ბანალურად აკვიატებული აქვთ ეს სტერეოტიპი. არა, ეს არანაირად არ ნიშნავს ამას. ხლა ცოტა განცხადებები კეთდება, თუნდაც რუსეთიდან და მინიშნებები, აი გუშინ წინაც იყო, რომ აი თუ რაღაც ისე არ მოხდება, არიან ბიზნესმენები, რომლებიც იქ რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ გაყინონ იმ ქართულ კომპანიებთან ურთიერთობა, რომლებიც ანტირუსულ პროპაგანდას ეწევიან. ხო, ანუ გამოდის თუ ხელისუფლება პრორუსია, როგორ ხდება, ასე რომ რუსეთის ხელისუფლებიდან მოდის ასეთი მესიჯები. ნუ ეს ხო ზღაპარია. ამიტომ აქეთ ახლა ძალიან განვავრცე მე და ცოტა შორს წავედი და ისევ იმ ხას რომ მიუბრუნდეთ აი რუსეთ-უკრაინის თემას. ამაშია საქმე, რომ რუსეთი ფიქრობს გრძელვადიანად თავის სახელმწიფო პოლიტიკური ამოცანები აქვს. რა რუსეთმა არ იცის რომ უკრაინას როგორც გლობალისტები და ლიბერალები ამბობენ რომ აი კიევი სამ დღეშიო. ეს აკვიატებათ აქვთ და ახლა ფთოსან ფრაზად ასე ვთქვათ გამოიყენება. კი, ესე გენერირებენ ამას და ხშირად ამბობენ ასეთ რაღაცას რომ აი კიევი სამ დღეში. კიევს სამ დღეში კი არა 24 საათში აიღებს რუსეთი რო დაჭირდეს. მაგრამ სხვა კითხვა ჩდება. შეინახავს ანტირუსულად განწყობილ 5 მილიონიან კიეველს? არ შეინახავს. ისევე როგორც სააკაშვილს აქ რომ მოადგა ცხეთასთან. თბილისს ხო გახსოვთ რა ხდებოდა 2008 წელს. მე ქეთევან წამებულის გამზირზე ვნახე სახე წაშლილი ქართველი ბიჭები ამ აღჭურვილობით გამფეხით მოურბივარო იგოეთიდანო. აი ეს ვოსტოკის კაციჭამიები რო წამოვიდნენ იქ ხო და მაგაშია საქმე აქ რაღაც პოტენციალზე არ არის აღებაზე ანუ აქვს რუსეთს იმის რესურსი რომ მართლაც აიღოს ამ სამ დღეში თუ 24 საათში მაგრამ საკითხი არ დგას ასე იქ ფრონზე სანაპიროზე სადაც გენერალური შტაბია რუსეთის არ შეინახავს რუსეთი დღეს არის მართალია ავტოკრატიული მაგრამ ჩამოყალიბებული კაპიტალისტური ქვეყანა ზუსტად ისეთივე მსოფლმხედველობით როგორც არის ბრიუსელში როგორც არის ვაშინგტონში რუსეთს დღეს მოდით ვთქვათ სიმართლეს გაუსწოროთ თვალე აფხაზეთის და სამაჩაბლოს შენახვაც კი უჭირს კი არის კითხვებია ბევრი კი ანუ აფხაზებთანაც ვერ პოულობენ საერთო ენას რაღაც მთელ რიგ საკითხებში ხო და ამის თქმა მინდა აქ არ დგას საკითხი რომ მაინც და მაინც ისე ჩაბომბონ რომელიმეა დედაქალაქი რომ ბუნდღა არ დარჩეს იქიდან მაპატიეთ ახლა სლენგზე მომიწია საუბარი პირდაპირ მაგრამ უფრო გასაგები რო იყოს რა ვინაიდან მაყურებელი მაინც ჩვენი ან ტელემაყურებლების უმეტესობა
უფრო ემოციურად რეაგირებს ცლებებზეც. ჭყალებში ვიტყოდი ძალიან გადამეტებულად უცხო სიტყვათა ლექსიკონიდან ამოღებული ჭკვიანური სიტყვების შეიძლება რაღაც ასაკიანი ხალხიც გვიყურებს ხო ზოგი ან მუნიციპალიტეტებში სოფლებში ტელევიზორი ჩართული აქვს რაღაც. ამიტომ უფრო გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ ეს ყველაფერი არ არის ასე მარტივად საკითხი. შესაბამისად ის აგრძელებს ამ ომს მართალია მე-5 წელია, მაგრამ თუ დააკვირდებით მათი სტრატეგოსები, რომლებიც იქ შედან რუსეთში ამ მათ ცენტრებში, ანალიტიკურ ცენტრებში, რატომ მოხდა აღიარება 4 რეგიონის? ანუ ყირიმის გარდა, ხერსონის, ლუგანსკის, დონეცკის და ზაპოროჟიეს. რატო ხარკოვი არ აღიარეს კიდე ან დნეპროპეტროვსკი ან ოდესის? გაუჭირდებოდათ ეს. რა არ არის ისტორიულად ოდესა, ეკატერინე მეორეს დაარსებული ქალაქი ან ნიკოლაევი? ნიკოლაევი იყო პირველი ცენტრი ფლოტის. სევასტოპოლში მე ჩაეპოტიომკინმა მე გადაიყვანა ფლოტი იქტორი. ნიკოლა პირველი დიდი ტრენდოუტებს ეძახდნენ, ანუ ლინკორი იყო წმინდა ნიკოლოზი ერქვა და იქ პირველი ყურე იქ მოეწყო ნიკოლაევში. და ცნობილი ნიკოლაევის გემთჩენებელი ქარხანა ჯერ პირველი მეფის რუსეთის დროს და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უფრო დიდი მასშტაბები შეიძინა. დიდი ლაინერები იქ იწყობოდა. ანუ რატო დათმობს თქვა რუსეთი ისეთ ობიექტებს, რომლებიც თავის დროზე n რაოდენობით უზარმაზარი თანხებია იქ საკავშირო ბიუჯეტიდან და ჩექმა დაუდგია. ანუ საქმე მაგაში არ არის, აი კითხვა ეს დავსვი სწორედ რომ რატო აღიარა მაინც და მაინც ეს 4 ოლქი. რა არ უჭირს ახლა ზაპოროჟიე უზარმაზარი ქალაქია 3 მილიონიანი ქალაქი. და იქით მიდის ხო არ დახოცავს ამ უკრაინელებს. ამას შეინარჩუნებს ეს მაგრამ დროში გაწელილი აქვს ეს ყველაფერი. ხვდებით როგორი თუ გახსოვთ ერთ-ერთ პრესკონფერენცია არ იყო პრინციპში სამიტის შემდეგ ფეხზე მდგომმა თქვა პუტინმა იქ რომ მივიდა ერთ-ერთი კორესპონდენტი რომ შეეკითხა ჩვენო სკალპელით გვიწევსო იქ მუშაობა ფილიგრანულათო. ანუ ეს იგულისხმა რომ არ არის მარტივი სიტუაცია. ხო, ანუ ნიურნბერგის პროცესიც კი ისტორიულ მომენტებს მინდა რომ მოვიყვანო მაგალითისთვის. როდესაც იდგა საკითხი გარჩევაზე საბჭოთა კავშირის წარმომადგენელი რომ ლაპარაკობდა საბჭოური ჯარების, ანუ მოიერიშე ავიაცია იქნებოდა ეს სატანკო თუ საარტილერიო, მუშაობდა ვერმახტის სამხედრო ძალაზე და არა სამოქალაქო ობიექტებზე. განსხვავებით ბრიტანულ-ამერიკული ავიაციისა. დრეზდენში დაიხოცა ქალებიც, ბავშვებიც, მოხუცებიც. დრეზდენი ხალიჩისებური. ჰიროსიმაში და ნაგასაკიში ამოწყდა ბავშვები, მოხუცებიც და ქალებიც. დღეს კითხეთ აბა ლიბერალებს, მას იღებენ, თვითონ იაპონელები არ იძახიან ამას. უხერხულებად ამერიკელების. რომ ჰიროსიმაში რო ამოწყდა 220,000 ადამიანი და ერთ კვირაში ამოწყდა ნაგასაკიში 80,000 ადამიანი. არ ამბობენ ამას. ცხენიათ. ხო და ანუ აი ამ პარალელებს ვავლებ უბრალოდ. უკრაინა არ არის, სხვათა შორის თქვენ ეს ახლა თუ საკითხი მიდგება ნატოს წევრ ქვეყნებზე, ჩვენ იქ მერე იქ მომლაპარაკებელი არ გვეყოლებაო. თქვენს ეს ლავრომაც, პუტინმაც და ვინც არიან იქ ხელისუფლებაში. ვის ველაპარაკოთ მერე იმათ არ ეყოლებათო, ვერავის ვერ მოძებნიანო, ისე გავაუთავებთო ამ ნახევარ ევროპასო. არა აქვს და ანუ ბირთვული ტრიადა აქვს ამ ქვეყანას. და ეს ბინდი არსებობს საქართველოშიც რა ეს ემოციური აი ომია რა თქმა უნდა იხოცებიანი უკრაინელებიც რუსებიც ყველა იხოცება და აი ნახეთ რა ხდება ეხლა ატეხილია მთელი ეს ამბავი ეს კიევო-პეჩორის ლავრარო და ვინმე მხმა ამოიღო გუშინ წინ რო ის პანორამა დაბომბე ეს შედევრალური გერმანელი მხატვრის ფრანს რუბოს ასეთი შედევრი ხო, კაციშვილი ხმას არიღებს. აქედან გამომდინარე, ახლა მე საქართველოსეც პარალელები გავავლე და კავკასიაზეც. ჩვენ ახლა, მართალია ესე турბულენტური პერიოდი იყო, როდესაც ეს სომხეთ-აზერბაიჯანის 44 დღიანმა ომმა ბევრი რამე გეოპოლიტიკურად აქ გადაანაცვლა, რაღაცეები შეიცვალა, მაგრამ თურქეთიც კი, რომელიც აქ რეგიონში ერთ-ერთი ძლიერი სახელმწიფოა და ამბიციაც შესაბამისი აქვს, თავისი ამუნიციის შესაბამისი ამბიცია აქვს. ამუნიციაში გულისხმობს სამხედრო შეერაღებას ნატოს წევრ ქვეყნებში ყველაზე დიდ კონტინგენტს, ან ცოცხალი ძალის თვალსაზრისით. და მოქმე ძლიერ ჯარს. კი, ინჯირლიკში ნატოს ავიაბაზა უდგათ, თავიანთი მფრინავები წავთ, აგერ თუ გახსოვთ ერდოღანი რამდენ მოლაპარაკებებს F-35-ებზე აწარმოებდა ამერიკელებთან.
და საკმაოდ გავლენიანი მოთამაშეა რეგიონში და დააკვირდით რუსეთი როგორ კონტაქტობს თურქებთან ახლაც კი ჰქონდათ რაღაც სატელეფონო მოლაპარაკებები ვიდრე ტრამპთან გამართავდა სატელეფონო საუბარს ანუ თემა რა არის რომ 3+3 ფორმატსაც ახსენებენ ხშირ-ხშირად მიუხედავად იმისა ხო და პაშინიანსაც დააკვირდით როგორ იქცევა პაშინიანი ახლა ანუ სომხებს ისტორიულად აქვთ ნიჭი რომ ესეთი კომპლემენტარისტული პოლიტიკა ჯერ კიდე რომის იმპერიის დროს აი ჰოლივუდის ფილმებსაც თუ ნახავთ რატომღაც ქართველები არ აყავთ იქ თუმცა ჩვენც ყავდა რომში ძეგლის დგას აბა ჩვენ ყავდა თუ ყავდა გაშლილი დროშები ხო და აი სომხებს ხშირად ახსენებენ ახლა არ ვიცი იქ ჰოლივუდში სომხური ლობი მუშაობდა თუ არა მაგრამ კი აი კოლოს ფილმები რაც არის ძველი ფილმები ხო იქ ახსენებენ რომ ისტორიაც რომ სომხები იმიტომ სომხები აწარმოებდნენ ესეთ პოლიტიკას ჯერ კიდე რომის იმპერიის დროს აი ტიგრან დიდის ომები როდესაც გნეუს პომპეუსი ჩამოვიდა რისთვის ჩამოვიდა ეს სამხედრო ხედართავარი და დაეჩაგრა სომხები. აქ ჩვენთან გადაიარა იბერია ვიყავით ჯერ მარტო. ანუ კოლხეთის სამეფო ხო სამეფო სამთავროები ვიყავით. შესაბამისად ესეთი მარტივი არ არის ეს პოლიტიკა, გეოპოლიტიკა ზოგადად ერთ დღეში და ორ დღეში და ერთ კვირაში არ წყდება. ჩვენ აქ საქართველოში მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ მეზობლებთან კონდეს ეს გაწონასწორებული ძალიან გამჭრიახი თანმიმდევრული პოლიტიკა ну რუსებთან გასაგებია რა პრობლემაც არის თუმცა რაღაცა მესიჯები მათი მხრიდანაც არის ძალიან დადებითი ამ ბოლო კვირას განსაკუთრებით ну გასაგებია რომ ჩვენ მაქსიმალურად რას უკავშირდება ხო ბატონ დავით რამდენიმე ძალიან საინტერესო კითხვა შემოვიდა ჩვენ ტელემაყურებლის უშუალოდ თქვენ გისვამენ რუსეთში ბევრი ქართული ეკლესია რამდენი ქართული ეკლესია უკრაინაში ბატონ დავით ეცოდინა ფაქტობ გაქვთ სტატისტიკა არ ვიცი მე სიმართლე რო გითხრათ არა ვარ უკრაინაში ნამყოფი თუმცა რაღაც სამრევლოები ალბათ იქნება მე მინდა გითხრათ რომ აქვე პირდაპირ ვიტყოდი ასეთ რამეს რომ არიან ქართველები რომლებიც აი ამ როგორ თქვა მწვალებელ უკრაინელების წიაღშიც კი აღმოჩნდნენ მწვალებლებში გულისხმობ აი არაკანონიკურ უკრაინულ ეკლესიას ну იქ რამდენიმე იყო ასეთი საერთოდ ახლა ცოტა ისეთი უხეში ნათქვამია, მაგრამ რადგან არაკანონიკურები არიან, ჩემი თვალსაზრისითაც ვიტყოდი, რომ კოლექციას აგროვებენ ამ უცნაური ეკლესიებისას იქ უკრაინაში. ну მართლმადიდებლური შლეიფით. როდესაც მოხდა ამ ეპიფანდუმენკოს ეკლესიის ჩამოყალიბება ფანარის ჩაწოდებით, ანუ სტამბოლის ჩაწოდებით, კონსტანტინოპოლის გულისხმობ, იქ გააერთიანეს ეს აცგარდაცვლილი ფილარეტ დენისენკო, რომელიც იყო განკვეთილი. ასევე კი იყო ასევე ერთ-ერთი წინამძღვარი, ასევე განკვეთილი ზახარი მალეტიჩი, რომლის ეკლესიასაც სხვა სახელწოდება ჰქონდა და აღმოაცენეს ეს სერგეი დუმენკო, რომელსაც ახლა ეპიფანე ქვია, მე მგონი თქვენ ეთერშიც თქვი და ვახსენე, ანუ აბსოლუტურად შეუსაბამოა იმ სამოსისა, რაც ახლა მას მოსავს. კი. ვინაიდან ის იყო ერისკაცი, განკვეთილის მიერ იყო ნაკურთხი, რაც ნაკურთხი ბრჭყალებში ვინაიდან არ ითვლება. ხო, განკვეთილის მიერ ხელდასმული არაფერს არ ნიშნავს, უკვე მწვალებლობა და მღვდლად ბრჭყალებში მღვდლად რომ აკურთხებ ასევე ბრჭყალებში განკვეთილი ადამიანი და ამას მერე აღიყვან უცებ მიტროპოლიტის ხარისხში, ეს კიდე მწვალებლობა კვადრატში აღებულია თუ კუბში არა. და აი ეს კაცი არის ახლა იქ უკრაინის ეკლესიის წინამძღვარი. ну მათი გადასახედიდან. აქ არ არის ლაპარაკი უკრაინის კანონიკურ მიტროპოლიტზე ონოფრეზე, რომლის დელეგაცია აქ სტუმრობდა ჩვენი პატრიარქის არჩევის დროს და რომელთანაც და რომლის სამრევლოსთანაც ძალიან მეგობრული და ახლო ესეთი ძმური და ქრისტიანული ურთიერთობა აქვს საქართველოს ეკლესიას. და აი ცოტა გამიგრძელდა ამ პასუხზე ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, ანუ იყვნენ ასეთი ქართველებიც, რომლებიც აი მათ აი ამ უცნაურ ეკლესიებშიც აღმოჩნდნენ.
თუმცა მე ზოგიერთი დაბრუნდა კიდეც და შეინანეს და ეხლა ესეთი დაწვრილებით ესეთი ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს პირდაპირ შემიძლია ვთქვა. აი ქალბატონს ოფოს ეკითხებიან რომ რაც დასაბომბია იმას არ ბომბავს რუსეთიო და ლავრას რატო დაბომბავდაო და კიდევ გეკითხებიან თანამგზავრის ფოტო თუ არსებობს. არ ამგონია ხე ქალბატონს ოფოს იცოდეს მაგრამ ნუ თავისი აზრი ექნება უცილებლად. ისე საინტერესო რა არის იცით ამაზე ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია რომ საქართველოში ვინც ვართ ასე ვთქვათ აი ანალიტიკით დაკავებულები ჩვენ ვართ ესეთი ცალკეული პიროვნებები რომლებიც ჩვენ თეორიულ მასალას ვამუშავებთ და ვცდილობთ კონდეს მთლიანობითი ხედვა გარკვეულ ენებზე და უმეტეს ნაწილად ის რომ ჩვენ ჰუმანიტარული სფეროდან გამოსული ადამიანები ვართ თქვათ ხო ხშირად ხდება ხოლმე რომ ჩვენი ანალიზი უფრო ყოვლისმომცველია და მართლება ვიდრე იმ თქვათ ცენტრებისა რომელსაც მილიარდიანი დაფინანსება აქვს დასავლეთში და ჩანს რომ ელემენტარული რაღაცეები ვერ გათვალეს. აი მაგალითად ის რომ რუსეთს მიაყენებდნენ სტრატეგიულ მარცხს ვერ გაუძლებდნენ ამ შეტევაში და დაიშლებოდა და ანუ აი Rand Corporation მაგალითად თქვათ ხო? ესე იგი დიახ. ანუ ამაზე უკვე ღიად საუბრობენ რომ ამ ლიბერალური განათლების სისტემა თავად დასავლეთსაც თავისი მსახურალი ხელი დაატყო და იქ ძალიან მოიკოჭლებენ. და ჩვენ არანაირი რესურსი არ აქვს ის აი რასაც ქალბატონი ბრძალებს ნუ მაშინ უნდა იყოს ცალკე ანალიტიკური ცენტრი თავისი მთელი ასე ვთქვათ რა თქმა უნდა ამის შესახებ სხვა შორის მე არაერთხელ დავწვი საკითხი თქვათ ხო იმიტომ რომ გამომდინარე ისა რომ ეს პლანეტარული მასშტაბის ომი რაც მიმდინარეობს ცივილიზაციური მდგენელი აქ წარმმართველია აქ უნდა იყოს ასე ვთქვათ დისციპლინური კვლევა თქვათ ცივილიზაციური პროექტის შესწავლა ცალკე უნდა ხდებოდეს გეოსტრატეგიული პროექტების ცალკე შესწავლა გეოპოლიტიკურის თქვათ ხო ეკონომიკური მდგენელის ცალკე და მეორე უნდა ხდებოდეს ამ მასალის შეჯერება. ესმით და როდესაც ეს აი ცალ-ცალ ხდება ეს თქვა და ამას რა თქმა უნდა უზრუნველყოფდეს სახელმწიფოს დაქვემდებარებაში ესე იგი მყოფი მძლავრი ანალიტიკური ცენტრი და ჩვენ რასაც ვახერხებთ ზოგადად მე მინდა თქვა რომ ქართული საზოგადოება რომელიც საკმაოდ მაღალი ანალიტიკური აზროვნებით და მთლიანობით ხედვით არის დაჯილდოებული თქვათ ხო და რამდენიმე ის ადამიანები რომლებიც პოზიციონირებთ და ვცდილობთ რომ თქვათ არაფრაგმენტული, არამედ მთლიანობითი სურათი დავანახოთ, თქვათ, ხო, ჩვენ სვენელებს, ხო, ძალიან მწირე რესურსებით ხდება ამის გაკეთება და რომ არა ქართველების ეს გენეტიკური მართლა, ეს კრიტიკული აზროვნება და მთლიანობითი ხედვა ვერც ქართული ოცნება, ვერც ბატონი ბიძინა ივანიშვილი ვერანაირად ვერ შეძლებდნენ, რომ ასე ვთქვათ, გაეძლოთ იმხელა წნეხისთვის და იმხელა შემოტევისთვის ყველა მიმართულებით, რასაც ქართულმა სახელმწიფომ გაუძლო. ანუ ფაქტურად 5 გადატრიალების ცდელობას გაუძელით და სწორედ მათი მთავარი, ასე ვთქვათ, დასაყრდენი ამ დროს ხელისუფლებისთვის ეს იყო საღად მოაზროვნე ქართული საზოგადოება, ის სიღრმისეული ქართველი ერი, რომელიც არ ჩანს, ეს დუმარე უმრავლესობა, რომელიც აკეთებს წყინვალე ანალიზს და რომელიც დადგა თავის მრავალ იმედგაცრუებასა და მრავალ უსამართლობაზე მაღლა, რადგანაც სწორედ აი ნეოლიბერალურ სისტემაში მყოფობამ ერის სწორედ ეს ჯანსაღი ნაწილი ძალიან დააზიანა, მაგრამ ამ ერმა გამოიჩინა სახელმწიფოებრივი აზროვნება და სახელმწიფოებრივი მიდგომა. სხვა შორის ლიბერალებს ეს გაცვლა ჰქონდათ, რომ ეს უმრავლესობა, ეს ქართულ ცნობიერებით და ქრისტიანულ ცნობიერებით საფუძველზე მდგომი ქართველი ერი, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა და დაზიანდა ამ ლიბერალური სისტემისგან, რომ ის შურს იძიებდა ზუსტად ხელისუფლებაზე, მაგრამ ჩვენ გავთვალეთ რომ აქ მთავარი არის ნეოლიბერალური სისტემა, თვითონ პარადიგმა ნეოლიბერალური, რომლისგანაც დისტანცირება ქართულმა ხელისუფლებამ დაიწყო 2022 წლიდან, როდესაც უკვე პირდაპირ მოითხოვეს ჩვენგან რომ საკრალური მსხვერპლი, თქვენ ხართ საკრალური მსხვერპლი, ეს არის თქვენი უმაღლესი იდეა, რომ თქვენ ხართ საკრალში ასრულეთ, აი რო არის მოწოდება, დაუბრუნდით დასავლეთის გეოპოლიტიკურ ვექტორს, დაუბრუნდით, ეს რა არის? ეს არის მოწოდება, რომ საკრალური მსხვერპლის ფუნქცია შეასრულეთ ის, რაც დამართეს უკრაინას, თქვათ, ხო? აი ეს ქართველმა ერმა წინ, ანუ გეოპოლიტიკური შინაარსი მიმდინარე გლობალური მისის შესანიშნავად დაინახა და სწორედ ამაში მდგომარეობს ქართული გენეტიკური და კულტურული კოდის სიძლიერე და მე არაერთხელ მithქვამს რომ სწორედ ეს არის ჩვენი მთავარი სტრატეგიული იარაღი და ამის გამოც არის ალბათ რომ მთავარი ზეწოლა იყო სწორედ აი ამ ცნობიერებით იმაზე ზოგადად
ველზე დარტყმა და ჩვენს ქრისტიანულ და კულტურულ აი ამ იმაზე სულიერ ძირებზე იყო დარტყმა და მილიარდები იყო ჩადებული იმისთვის რომ მოხდარიყო ქართველი ერის მენტალური ტრანსფორმაცია, რასაც ქართულად სულიერი გადაგვარება ეწოდება. მაგრამ დღეს ძალიან რთულ მდგომარეობაში ვართ, აი მე მინდა გამოვხმაურო თუ შეიძლება ბატონი მიხარია ძალიან რომ ბატონი ბრწყინვალე სპეციალისტი და მოაზროვნე ადამიანი ბატონი გოჩა ცოფურაშვილი ხშირად არის თქვენთან და ზუსტად ის საუბრობს ამ ბოდროს ძალიან ხშირად აქცენტირებით, რომ აი გეოპოლიტიკური თქვათ ვექტორის რევიზიის და მრავალპოლარული თქვათ საგარეო პოლიტიკის წარმოების კვალდაკვალ აუცილებელია ეკონომიკის მოდელის ტრანსფორმაციას და ქართული სუვერენული ეკონომიკის მოდელის შემუშავება, ანუ ამ ნეოლიბერალური პარადიგმის მთავარი სვეტი რაც არის განათლების სისტემა და ეკონომიკური მოდელი, ამაში ძალიან მოვიკოჭლებთ და ჩვენ რაც არ უნდა სწორი სულებით ვიაროთ, თქვათ, ხო აი ბეწვის ხიდზე ომი ავიცდინოთ და ასე შემდეგ და შევინარჩუნოთ ეშვიდობა, ხო? აი ეს ხაზი თუ გაგრძელდა, ეს ადრე თუ გვიან სადღაც გაჭედავს და ცოდვაა ეს ხალხი, ეს სიღრმისეული ქართველი ერი, რომელიც ამდენს განლევის ეს დემოგრაფიაც ამის ასახვაა. გესმით ესეთი ფაქტორი და ეკონომიკა თეატრალკიამ რომელსაც ძალიან დიდ პატივს ვცემ თქვა რომ გადაგვარების ჩვენ გადაშენების პირას ვარ დიახ ეს ყველაფერი ეს არის ესე იგი შედეგი იმისა რომ ჩვენ ძალიან ძლიერი დარტყმა მივიღეთ სულიერ სხეულზე ანუ ფიზიკური სხეული ჩვენ იავარქმნილია მაგრამ არანაკლები დარტყმა მივიღეთ ჩვენ სულიერ და აი კიდე ფეხზე ვდგავართ და კიდე ვუმკლავდებით და წინსწრებით ვდგამთ ისეთ ნაბიჯებს, რომ მართლა საოცარია, გესმით? მაგრამ აი ეს სამწუხაროდ პარალელურ რეჟიმში არის. დიახ, ანუ პარალელურ რეჟიმში ეს არის აუცილებლად გასაკეთებელი და რა თქმა უნდა, აი განათლება, აი ზოგადად ახლა ჩვენს თუ მოგხვედავენ, არ გვინდა ჩვენ რაღაცა მე პირადად რა რომელიმე ფონდ და იმას და რომელიმე იდეოლოგიურ იმას სახელმწიფო სუვერენულ სახელმწიფოს და ექნება ანალიტიკური ცენტრი დიდი სიამოვნებით ვიმუშავებ. თორე და ესე მარტო გათითოკაცებულად ასე ვართ ჩვენ. გაითვალისწინებენ ანალიტიკურმა ცენტრებმა რა მოგვიტანა კარგად ვნახეთ, ხო? გახსოვთ. და დღესაც მოქმედებენ ინერციით, დაფინანსებით. არა, ცნობიერება, აი რაღაცა მნიშვნელობა აქვს. ხელოვნურ ინტელექტს არა, სხვათა შორის ხელოვნურ ინტელექტს დაუწეს ესეთი შეკითხვა, რომ ვინ არისო საქართველოში ყველაზე ძლიერი ანალიტიკოსიო და ChatGPT უპასუხა რომ ღმერთო ჩემო ნოდია ეს აღარავის პიროვნულად ბატონ გიას არ ვეხები აქ რა არის მნიშვნელოვანი რომ თავისი ლიბერალური პარადიგმის გადმოსახედიდან უპასუხა ანუ ბატონსოფო უპასუხა იმიტომ რომ ყველაზე მეტი ინფორმაცია ChatGPT-ს ქონდა გია ნოდიას შესახებ. ყველაზე მეტი ციტატა, ყველაზე ხშირად ნახსენები. ხან თავისი ანუ მათი სისტემა რასაც აგენერირებს, რას ამბობს? და აქ რა არის იცით აქ მნიშვნელოვანი რომ ყოველ ძალის ცენტრს და ყოველ პოლუსს ექნება თავისი, ასე ვთქვათ, სისტემები ხელოვნური ინტელექტის, იმიტომ რომ ეს უპირველეს ყოვლისა უსაფრთხოების საკითხია. მაგრამ ანუ ხელოვნური ინტელექტი პარადიგმის შიგნით გენერირებს, პარადიგმას ის ვერ ქმნის ახალს. გესმით? და ნუ ესეც ძალიან დიდი გამოწვევაა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ აი ქართველები ჩვენი სწორედ აი ამ კვირცხლი გონებით, ანალიტიკური აზროვნებით, თლიანობით ხედვით, სწორედ ამანგარდში ვიქნებით სოფლიო საკაცობრიო პროცესების, რომ ჩვენი შემოქმედებითი უნარები და სხარტი გონება ეხლა განსაკუთრებით მე ვფიქრობ რომ მოთხოვნადი იქნება. დიდი მადლობა ბატონ დავით სამხრეთ კავკასიაზე დიდი ინტერესი არ არის შემთხვევით. მაშინ როცა ჩვენს ირგვლივ სოფლიოს უკიდია ცეცხლი, ასეთი ამბები ხდება ახლო აღმოსავლეთში და უკრაინაში ნუ ცნობილი მოვლენები ხეხა თავიდან აღარ დავიწყებთ სატრანსპორტო გზები მოკლედ ყველა გზა რო აქამდე რომში მიდიოდა, მე აღმოჩნდა რომ ჩინეთში მიდიოდა და ახლა აღმოჩნდა რომ სამხრეთ კავკასიაში მოდის და არ არის შემთხვევითი, როდესაც სომხეთის არჩევნებზე ამხელა ფოკუსირება გაკეთდა. მოდით ორიოდ სიტყვით თქვენ როგორ აღიქვით სომხური არჩევნები და რა მნიშვნელობა აქვს მას საქართველოსთვის თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ეუთოდირმა თქვა მე მსგავსი არჩევნები არსად არ მინახავს. და მინდა გითხრათ რომ ასევე გავაგრძელებთ თქვენს თემას და კითხვას
ყველგან იყო თითქმის ნახსენები, არა მხოლოდ რუსულ საინფორმაციო საიტებზე და სააგენტოებზე, არამედ დასავლურშიც სომხური კარუსელები. ხო, ეს დიდი ხანია ვიცით. ხო, ექსკლუზივი აქვს ეს ეგ რამ მე მგონი albათ UNESCO-შიც არის სპეციალური განყოფილება, სადაც ეს ეროვნული მუშავდება, ხო? ხო, ახლა ქართული მთიულური ლუდის შეტანა რომ და ციაში მე მგონი სომხებმაც დროა იფიქრონ რომ ეს უკვე დაარეგისტრირონ როგორც ექსკლუზიური ხო საარჩევნო მეთოდი. ეს ხუმრობით რა თქმა უნდა. მაგრამ თვითონ სომხეთში ვითარება არჩევნებამდე რომ იყო პოლარიზებული, ეს არ მახსოვს თქვენთან ეთერში ვთქვი თუ სადღაც სხვაგან, მაგრამ არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე მახსოვს რომ ამის შესახებ მე ვილაპარაკე, სომხეთი პრინციპში გაყოფილია. ეხლა 50-50 სხვა საკითხია კი რაც დაიდო კი ბატონო რაც დაიდო შედეგები იქ სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ანუ არ გამოურიცხავ რომ რა თქმა უნდა მინიშნება დასავლური სააგენტოების მხრიდანაც იყო რომ ადმინისტრაციული რესურსი იყო გამოყენებული პაშინიანის მხრიდან პაშინიანის ხელისუფლების მხრიდან და კაცო ჯარი შეუშვეს იქა შუქი გამორთეს 1 საათით გადასწიეს ხმის მიცემას ყველა ნორმა ყველა პარადიგმა დაირღვა და დასავლეთს ამაზე არ აქვს არანაირი და ეს რო საქართველოში ყოფილიყო მალხაზ გულაშვილმა თქვა იმ დღეს საქართველოს გარიცხავდნენ დედამიწიდანო და დადამდურებით ასე მოხდებოდა თუმცა ხმა არავის გაუღია კი ბატონო მაგრამ ეს ამას თავისი რა თქმა უნდა მიზეშედეგობრივია ეს ყველაფერი და აქვს თავისი ახსნა ხლა მე სხვათა შორის თქვი რომ სომხებს ძალიან დიდი ლობი ყავთ ამერიკის შეერთებულ შტატებში შემთხვევითი არ იყო თავად ტრამპის მხარდაჭერაც რომელიც გამოუცხადა პაშინიანს და ერთის მხრივ ესეთი პარადოქსული ვითარება შეიქმნა რომ რამდენიმე წლის წინ დაახლოებით 5000 ადამიანი სამხედრო ანუ ფაქტობრივად გენოფონდი გაწყდა ხო ამდენი ახალგაზრდები ჯარისკაცები როგორც სომხებში ასევე აზერბაიჯანელებში პაშინიანის მიერ იყო დიდი ესეთი უკმაყოფილება იქ ცალკე გენერალიტეტის მხრიდან არ პატიებს პაშინიანს ყარაბაღს მოუგო პოზიციური ბრძოლები თუნდაც აი ამ უახლესი ტექნოლოგიები და დრონებმა მაშინ შეიტანა არიან რუსეთზე გაბრაზებული ადამიანები ხო ეს ახლა სხვა მომენტი არის აქ რა თქმა უნდა ყოველ წერტილმძიმესა აქ მნიშვნელობა დიპლომატიურ ესეთ დისპუტებში და რუსეთს თავისებური ახსნა ჰქონდა ამ ყველაფრისა რუსეთმა თქვა მაშინ რომ აი ოფიციალურ ერევანს თავად ეცნო თქვა ყარაბაღი ნუ მათი დედაქალაქი ხო არცახს ეძახიან სომხები ყარაბაღს და დედაქალაქი აქვს სტეპანაკერტი ახლა აზერბაიჯანელებმა დაიბრუნეს ეს თავიანთი ტერიტორია მათთვის ყარაბაღია და დედაქალაქად ხანკენდი ეს ეძახიან ხო მაშინ აი რუსები ამბობდნენ ასეთ რამეს რომ თავად სომხებს ჯერ ეს ტერიტორია ეღიარებინა თუნდაც მეორე სომხურ სახელმწიფოდ და მეორე სხვა საკითხია ჩვენ ჩავერთვებოდით თუ არა როგორც სომხეთის სახელმწიფოებრიობის თქვა თავდა პარტნიორი და გარანტი ვიცით რომ გიუმრიში უდგას ეს 102 ბაზა რუსებს და ხოჭორს გაძლიერებული ვარიანტი უკვე ან ხო და შესაბამისად სომხებმა ეს ნუ იყო უბრალოდ ესეთი ფრთოსანი განცხადებები, ფრთიანი განცხადებები უბრალოდ პაშინიანის ხელისუფლების მხრიდან იქ ოდეკაბესაც მიმართეს, მაგრამ რუსებმა მაშინ ახსნეს რომ კი ბატონო თქვენ ჩაერთეთ აღიარეთ და მეორე ჩვენ გადავწყვეტ დაგეხმაროთ თუ არა. და შესაბამისად მოხდა ისე რომ რუსეთმა ხელები დაიბანა და არ ჩაერია სომხეთმა წააგო, მაგრამ იყო თუ არა ეს ესეთი შექმნილი ანტურაჟი პაშინიანის ხელისუფლების მხრიდან, მაშინ სომხების დიდ ნაწილს დღევანდელი მოქალაქეების მოსახლეობის რომლებიც პაშინიანის მართლობის წინააღმდეგები არიან და მისი ხელისუფლების უჩნდებათ კითხვა თუ კი პაშინიანი ახლა არის ძალიან ესეთი დამტკბარი ამ აზერბაიჯანის და თურქეთის მისამართით. ჩვენ ხედავთ რომ ხდება ისიც კითხვეს რომ ხვალვე ჩავიდოდი ბაქოშიო. პარლამენტის თავმჯდომარემ სიმონიანმა. არა, სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ ახლა ბაქოშიო ჩავიდოდიო. მაგრამ ნუ რაღაც მიზეზის გამო არ ჩავიდა. ეს ყველაფერი აჩენს ამ სომხებში კითხვას რომ რატომ გახდა მაშინ საჭირო ამდენი ხალხი რატო ჩაიხოცა ამ ომში?
მაშინ პირდაპირ თქვა მომხდარიყო გამოსვლა და სხვათა შორის რუსები მაგას ამბობდნენ, რომ თუ კი ამ ყარაბაღის გარშემო გააქვს ოკუპირებული, ოკუპირებულად ითვლებოდა ვინაიდან გარდა ამ ყარაბაღის ავტონომიური ოლქისა, რაც იყო საბჭოთა დროს და ამ ადმინისტრაციული საზღვრებისა, სომხეთს ჰქონდა დაკავებული ეს გეოგრაფიულად ეს რუკას ფიზიკურ რუკას რო შევხედოთ, ეს ყარაბაღი არის ამაღლებული მთიანი ადგილი და გარშემო ტერიტორიებზეც იყო გასული, ეს იყო მთელი 7 ოლქი. ჯერ კიდე 10 წლით ადრე, ჯერ კიდე მიტაცებული ქონდა სომხეთს და რო დაებრუნებინა იქნებ ეს ყარაბაღი დარჩენოდა. მინსკის ჯგუფი, რომელიც ამერიკელების ინიციატივით იყო შექმნილი და ვერაფერი ვერ ქნა, იყო მრავალდონიანი მოლაპარაკებები, რომ სომხეთს უნდა დაეთმო ეს ტერიტორიები, აი ეს თავად ყარაბაღი კი არა, აი ეს ოკუპირებული ტერიტორიები, სომხები ამაზე არ წავიდნენ, ვინაიდან ფიქრობდნენ, რომ მაშინ აზერბაიჯანს ეხსნება პლაცდარმი უფრო იოლად რომ დაიბრუნოს ყარაბაღი, უბრალოდ იქ იყო ამ მინსკის ჯგუფის მუშაობის პირობებში ეს იყო ესეთი რთული დიპლომატიური მუშაობა, საკმაოდ ხანგრძლივი, გამართული და მადრიდის პრინციპებს ეძახდნენ ამას და მადრიდში იყო ეს შეხვედრები და ხელმოწერილი ეს მოხდა მისი პარაფირება ამ პუნქტების, უბრალოდ მე ბოლო მომენტში სომხეთმა უარი თქვა, სწორედ იმის გამო, რაც მე ვთქვი, რომ შეეშინდათ, რომ თავად ყარაბაღს დაკარგავდნენ. მაგრამ რუსეთის მონაწილე მაშინ მართალია დიდი ხანი გავიდა საგაზეთო პუბლიკას, ან საგაზეთო მასალებზე ვმუშაობდი და ამ თემებზე მიწევდა წერა. რუსეთმა და თავად ამერიკელებმაც თუ არ მეშლება სომხებს შესთავაზეს ასეთი რაღაც, რომ თავად ყარაბაღის სტატუსზე შემდგომში ვიმსჯელოთო. მაგრამ სომხები აქაც დაშინდნენ იმ თვალსაზრისით, რომ თუ კი ჩვენ მიუშვებთ ამ აზერბაიჯანელებს, შემოუშვებთ და აზერბაიჯანი ითხოვდა ჩვენი დევნილები დააბრუნეთო, როგორც ხშირად ჩვენგან იყო საკითხი, რომ 300,000 დევნილი ყავს დავაბრუნოთ აფხაზეთში. ხო, აი აქ უკვე სომხები დაშინდნენ, რომ ეს აზერბაიჯანელები მუსლიმი ხალხია, უცებრავლდებიან, თითო ოჯახში 7 შვილია, 8, 9, 10. და იქ რეალური გაჭირვება იყო. ხო, ნახეთ 200,000 კაცი გავიდა ერთ კვირაში. ერთ კვირაში. ხო, და შესაბამისად ამაზე არ წავიდნენ. და რომ არ წავიდნენ, აი კულმინაცია მიაღწია ის, რომ ხო, დაიხოცა ეს ამდენი ახალგაზრდები. თუ კი პაშინიანი, როგორც ვიცით რა შლეიფი ქონდა მის ხელისუფლებაში მოსვლით, ხო? მაისურში დადიოდა ეს გადაკიდებული ზურგჩანთა ველოსიპედი, ხო, ეს ლიბერალურ გლობალისტურ სოროსული რაღაც მეთოდოლოგია. პერაშკების ჭამა სადღაც. ხო, ეს პერაშკების ჭამა, რაღაც ჟესტიკულაციები, ხო, ხალხოსნობა, გულების გამოსახვები, ეს პლასტმასის გეოგრაფიული გამოგდების სცენებიც ვნახეთ ჩვენ. ხო, და ის სწორედ მაგას ვამბობ, რომ იქ ნაწილი ელექტორატისა იყო ძალიან უარყოფითად მის წინააღმდეგ განწყობილი. მიუხედავად იმისა, რომ ქოჩარიანის დაჯგუფებაში გულისხმობ იმას, რომ ქოჩარიანი როგორც სომხეთის პრეზიდენტების უმეტესობა არიან წარმომავლობით სწორედ ყარაბაღიდან. და ყარაბაღური პოლიტიკური კლანი არის საერთოდ მოვლენა. კი ბატონო, და აი სერჟ სარქსიანი იყო სწორედ ასე ვთქვათ მემკვიდრე ქოჩარიანის, რომელიც მანამდე თავდაცვის მინისტრი იყო და მე უშუალოდაც მისაუბრია სარქსიანთან იქ ერევანში, მომიწია მისი ჩაწერა. მაშინ მე-9 არხზე ვმუშაობდი. და მოხდა ასე, რომ სატელევიზიო პატარა კომენტარი გააკეთა. არჩევნების წინადღე იყო სხვათა შორის. და სომხები მაშინაც კი უკმაყოფილოები იყვნენ. პაშინიანმა რითი მოიგო იმათი გულები, ვინც ახლა მხარს უჭერს. დაიწყეს საგამოძიებო ჟურნალისტიკა მოქმედეს მაღალ დონეზე, ეს მისი ცოლი ანა აკობიანი იყო. თავად არის ჟურნალისტი. კი, აი ჰაიკა კანჯამანაკის. ასე გაიცეს ერთმანეთი და თავად პაშინიანიც არის ჟურნალისტი. კი, და ეს დასავლური ფინანსებით დასმოსორებული გამოცემა იყო და შესაბამისად ჰქონდათ აი ბევრი გამოძიებები ასეთი, რომ როგორ შოულობს ამ სომხეთის დოულათით, სომხეთის მოსახლეობის ხარჯზე ეს სომხური ელიტა ცოტა სააკაშვილი გამახსენდა თავისი სურათების კი ბატონო, ანუ ძალიან გავდა ეს ყველაფერი. აი ამან გამოიწვია ის კატაკლიზმები და პოლიტიკური ციებ-ცხელება, ანუ რა ვიცი, სხვა შეიძლება დავარქოთ, იმიტომ
სომეხი ხალხი თავად სოდოა აი იმ კუთხით, რასაც ბოლოს ვაკვირდებოდით, ახლა აი არჩევნების პროცესში შვილმკვდარი დედები პირდაპირ ყოველგვარი მოურიდების გარეშე ლანძღავდა ამ პაშინიანს თავად პაშინიანიც ემოციებს აყვა, მერე პაშინიანიც კიდე გამოლანძღეს, რომ თუ კაცი პრეზიდენტი ხარო და კაცი ქვიაო, ქალს ხელებს როგორ და ინტელიგენტი ქალი იყო ის ექიმი ქალი იყო. ცნობილი, ვისაც ხელი შეუბრუნა, თუ ისეთ დამსახურებული ექიმი ქალი გინეკოლოგი სხვათა შორის, ნუ აი ხო და ერთი ამბავი იყო მაგაზეც ატეხილი, რომ აი თუ კაცი ხარ და ამ ხელა მანდილოს ანსასე ხელს როგორ უტრიალებდი რაღაც, ანუ ძალიან დიდი იყო ყველა მიმართულებით, დაიღალა სომეხი ხალხი. ჩვენ ეს მართალია ახლა იყო სხვათა შორის პარლამენტის თავმჯდომარე იყო თუ არ მეშლება ჩასული ახალქალაქში და ეს ძეგლიც დგას ნუ ვიცით რომ ახალქალაქში ბევრია სომხური ეთნიკურად სომხური მოსახლეობა 98%-ია. კი ბატონო. ერთი აფთიაქი იყო ხო ქართველები ცოლქმარნი მუშაობდნენ და ქართულად რო დაველავდ გაუხარდათ. დანარჩენები თვითონ ახალქალაქში მოსახლეობა ლექციებს კითხულობდით და ვიცი რომ წარწერებიც კი სომხურად ძეგლი რო დგას ჰაოსის და ქართლოსის. ხო ნუ ეს ხო ნუ ნახევრად მითიური ეს ჰაოსის და ქართლოსის რაზე შეიძლება ყურადღების გამახვილება ძალიან გავართ ქართველები და სომხები რაღაც საკითხებში ერთმანეთს აი თუნდაც ამ ყველაფრის მერე რაც მოხდა და რაზეც ახლა ვსაუბრობდი მაინც პაშინიანი მიაჩნიათ მათ გადამრჩენელად და რა იგულისხმება ამაში ფიქრობენ რომ აი ეს კომუნიკაციები რომ აღდგება კავკასიაში რკინი გზა ახლა ეს სომხეთის ეკონომიკას ეშველება კი ბატონო და მაგრამ 100 წლის წინ სანამ მოხდებოდა ეს გენოციდად შეფასებული მოვლენები 1915 წლამდე მაშინაც ხო დიდი სახელმწიფოები იყო იქ ჩარეულები ხო გერმანია, რუსეთი, ბრიტანეთი ძალიან გავს დაახლოებით ქართული ისტორია მართალია ჩვენ არ გავწყვიტეს და გენოციდი არავის არ მოუწყია ჩვენთვის მაგრამ იქ ძალიან ბევრი სომეხი გაწყდა ის ტერიტორიები რასაც სომხები ეძახიან ახლა დასავლეთ სომხეთს და რაც დაკარგული აქვთ ზუსტად ასე აი ამ აგლომერაციებში ცხოვრობდნენ ამ დიდ ქალაქებში დიარბექირში, მუშში, ყარსში ძალიან ბევრი სომეხი ეთნიკურად სომეხი გაწყვიტეს. და რის გამო გაწყვიტე? ოჯახებიდან ცნობილი ხალხი. ექიმები, ადვოკატები, ვექილები, რა ვიცი, მსახიობები, მწერლები, პოეტები, ამოწყდა ბევრი ხალხი. და იქ არის ეს გენოციდის მუზეუმი, ეს ჰაიგ დემოიანი არის დირექტორი ამ ადამიანსაც ვიცნობ, ანუ საკმაოდ დიდი და სხვათა შორის ეს ჰაიგ დემოიანი მინდა გითხრათ, რომ ავტორია წიგნისა სომხები საქართველოში, თბილისელ სომხებზეა ლაპარაკი. რომ აქ აი ცნობილი სომხები, რომლებიც აქ მოღვაწეობდნენ, მანუფაქტურებს ფლობდნენ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და რა მინდა ვთქვა და ამით დავასრულებ ამ თემას. ქართველები და სომხები ეს ჰაოსი და ქართლოსი მაგიტო ვახსენე. ნაწილობრივ შიში შეიქმს სიყვარულსაო რუსთაველს რო აქ ნათქვამი. აი ახლა თურქებისგან ხო ჩაგრულები იყვნენ გენოციდი მოხდა ხო 1915 წელს. ახლა სურვილი აქვთ რომ ეს კავშირები აღდგეს და ამბობენ რომ ეს ხო 100 წლის წინ იყო. სხვა გამოსავალია. ჩვენთან დააკვირდით, ჩვენთანაც ხო არის პოლარიზაცია, ვისაც ნოსტალგიური მომენტები აქვს საბჭოეთის მიმართ. რუსეთთან, გვინდა რუსეთი. მეორე ნაწილს კითხეთ, რუსეთმა არ წაგვართ, აფხაზეთი, ოსეთი რაღაც. ნუ ასე პირდაპირ არ წაურთმევია, ჩვენთანაც არის სტერეოტიპები. ვთქვათ პირდაპირ აფხაზებთან და ოსებთან იყო ეთნოკონფლიქტები. ჩვენთან არ უყვართ ამ თემაზე საუბარი, მაგრამ ეთნოკონფლიქტები იყო. კონფლიქტები ვინ გააღვივა ამას ამბობენ ხო? ნუ ეს უკვე სხვა საკითხია, ეს უკვე სუსლოვამდე შეიძლება ჩავიდეთ. ანუ იქ ბევრი მრავალწახნაგოვანი პრობლემა არის. ეთნიკური თემა იმიტომ არის ყველაზე ერთ-ერთი რთული და სკრუპულოზური გასარჩევი. მე მახსოვს, როდესაც აგუძერაში და ბავშვობაში ჯერ კიდე 80-იან წლებში 84-85 წელი ან ორი დაფრინავდა, აი მაგალითად ქუთაისის აეროპორტიდან გადაფრენილ ვართ, ხო, სოხუმის აეროპორტში. და ჩემი ბიძა ქუთაისის მთავარი ექიმი იყო რესპუბლიკური მაშინდელი სამონტყოფოსი, ნუგზარი გოქაძე, გაგვაცილა აეროპორტში. და მითხრა რომ დედაჩემს უთხრა რომ ეს შეეცადე თუ ახლა რომ ქართულად ნუ დაილაპარაკებდო. იმიტომ კი არა რომ რაღაც, რომ რამე საფრთხე არ ქონოდა. დედაჩემი ახლა შეხედულებით უფრო ღია ფერის ქალბატონი იყო, ღია ფერის თმებს ატარებდა რაღაც და იქ უშელია ცნობილი სოხუმში მივედით და გაზეთს ყიდულობდა.
правда იყიდებოდა და იზვესტია მაშინ, ხო? იზვესტია მომეცითო ქართულად უთხრა. და რატო უთხრა ქართულად? ქალი გავდა ქართველს, აი ესეთ შავგვრიმანი, კეხიანი ცხვირით ნამდვილი ქართველი აფხაზი ყოფილა. იცით რა უთხრა იმან? На вашем собачьем языке у вас там в Тбилиси разговариваете. იმან უპასუხა, ანუ ეთნოკონფლიქტი იყო. ჩვენთან არ უყვართ ამის თქმა, მაგრამ ეთნოკონფლიქტი იყო. და მინდოდა მეყიდა წიგნი, რომელსაც ქართულად ეწერა, რომ აფხაზეთის გამოქვაბულები და უთხარი რომ მომაწოდეთ მეთქე Пещер в Грузии нету. მითხრა ქალბატონმა და ამით მაგზნობინა რომ ხო მე რის თქმა მინდა ქალბატონოია ამით არანაირად არ მინდა რომ რაიმე ეთნიკური შუღლისკენ წავიდეთ მართლა დამიფაროს პირიქით ასე არ მოხდებოდა იმასაც ვიტყვი რომ აფხაზურმა ოჯახმა სადაც გავჩერდით ყველანაირად ზედ გადაყვა დილიდან ჩაიდან დაწყებული ყველაფერი რაც დილის საუზმე რასაც ქვია რასაც 9 სართულიანი სუფრა გაშალეს აფხაზურმა ოჯახმა რასაკურველი ხო ანუ ხაზი მინდა გაუსვა რომ ჩვენ მართლა აფხაზი და ქართველი რამ გაყო? ანუ ისტორიულად ძმები ვართ, ხო? ნუ ესეთი თემა არის რა. ოღონდ ძალიან ძმები თუ არ ვართ, ერთი მიწა გვაქვს და სხვა მიწა აფხაზებს გარდა საქართველოს საკითხები, რაზეც მართლა უნდა გავხსნათ თვალები, უფრო მეტი ვისაუბროთ, უფრო ყველა მიმართულებით, უფრო ვიყოთ თანმიმდევრულები, ასე ვთქვათ. კი ბატონო, ქალბატონო სოფრო, ჩვენ ახლა სომხეთის არჩევნებზე ვლაპარაკობდით და მარტო არჩევნებით რასაყურელა ვერ შემოვიფარგლებით. მოდით ვთქვათ, ის გზა რაც საქართველოს უკვე გაიარა. ეს საშინელი გზა ჩვენ გვახსოვს ონიშენკო, გვახსოვს აკრძალვა ყველაფრის. ახლა ამის წინ დგას სომხეთი. ჩვენ ხედავთ, რომ აბსოლუტურად ყველაფერი სომხეთიდან დაწყებული ვარდებით, დამთავრებული კურკოსანი, მცენარეებით, ალკოჰოლით, ყველაფერი დაიბლოკა რუსეთში. ამბობს ურსულა ფონ დერ ლაიენი, რომ 50 მილიონი ჩვენ უკვე დაუკომპენსირებთო სომეხ ფერმერებსო, მათი დანაკარგებიო და კიდევ დაუკომპენსირებთო. ფაშინმა თქვა, რომ აი უკვე გაგზავნილია სომხური პროდუქცია ევროკავშირის ერთ-ერთ ქვეყანაში და ამას არ ვიტყვი, სანამ ყველაფერი არ გაიყიდება. მაგათ ბურუსით არის ჯერჯერობით ეს მოცული და არც არის გასაკვირი, რამდენიმე თვე ალბათ ასევე გაგრძელდება, ხო? თქვენ როგორ ფიქრობთ, სომხური ეკონომიკა დაფინანსდება ევროკავშირით, იმიტომ რომ ჩვენც გვქონდა ასეთი მოლოდინები, თუმცა წყალი და პამპერსი მივიღეთ მის სანაცვლოდ და მე მაინტერესებს თქვენი მოლოდინები როგორია რა ელის ახლა სომხურ ეკონომიკას. იცით რა არის, მაგ ეკონომიკა რა თქმა უნდა არ არის მთავარი, აქ ჩვენ საქმე გვაქვს რასთან, რომ სამხრეთ კავკასია სწორედ იქიდან გამომდინარე, რაც ახლო აღმოსავლეთში ჩვენ აქცენტი გავაკეთეთ, რომ დიდი ხანია უკვე დაწყებულია ახლო აღმოსავლეთის გადაფორმატირების პროცესი, რაც დაიწყო ირანზე დარტყმით და სწორედ აქედან გამომდინარე ვამბობ, რომ ირანი როგორც ევრაზიის კონტინენტის აი სამი მოთამაშის გეოპოლიტიკური ჯაჭვის კონსტრუქციის ნაწილი რუსეთი ჩინეთი და ირანი თქვათ, ხო? ირანს ვერ მოეშვებია. ამიტომ ხა მე ძალიან სკეპტიკურად უყურებ თუნდაც აი თქვათ რაღაც შეთანხმებას, დაზავებას, ჯერჯერობით სრულად ურთიერთსაწინააღმდეგო ისინი მოდის ინფორმაციები ტრამპი ერთს ამბობს, ირანის ხელისუფლება მეორეს ამბობს, იმიტომ რომ რეალურად ძალიან რთულია თქვათ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა როგორც სუპერძალამ უარი თქვას ახლო აღმოსავლეთში თავისი დომინაციის პროექტზე თქვათ, ხო? ეს გამორიცხული აქედან გამომდინარე ირანზე შეტევები და მისი დესტრუქციის და შიდა დესტაბილიზაციის მცდელობა პერმანენტულად გაგრძელდება და რა თქმა უნდა ეს პროცესი თავის-თავში მოიაზრებს სამხრეთ კავკასიასაც და თავი აი ამბებისა გახლავთ ის რომ დღევანდელ დღეს კოლექტიურ დასავლეთს და ამ შემთხვევაში ატლანტისტები და ასევე კონტინენტური ევროპაც აქ შეიძლება ითქვას რომ ჩვენთან მიმართებაში ერთიანი არიან კოლექტიურ დასავლეთს სასიცოცხლოდ სჭირდება სამხრეთ კავკასია როგორც პლაცდარმი მათი გეოსტრატეგიული ინტერესების, გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური ინტერესების აღსასრულებლად და გამომდინარე იქიდან რომ ჩვენთან ეს არ გაუვიდათ თქვათ ხო მთავარ საკითხში რაც შეეხება გეოპოლიტიკას თქვათ ხო ეწეღანაც ვახსენე რომ აი მათი გადმოსახედიდან ჩვენ უპირობოდ უნდა მიყვებოდეთ დასავლეთის მხოლოდ ერთ გეოპოლიტიკურ ვექტორს თქვათ ხო რადგან ჩვენთან ეს პროექტი ჩაუვარდათ ისინი ცდილობენ ახლა ამის განხორციელებას სომხეთში და ნუ მე ვფიქრობ რომ ძალიან სახიფათო ველზე შეიტყუეს სომხეთი იმიტომ რომ აქ სომხეთი არ უნდათ მათ უნდათ რომ მთელი სამხრეთ კავკასია იყოს რაღაცა ერთვექტორული და კონტროლის მექანიზმი ანუ როგორ დიდი საერთოდ რა არშია ესეც საქმე რომ
აზერბაიჯანში მოვსინჯეს წარმატები. დიდი ძალის ცენტრები, ინსტრუმენტები მათ სამოქმედოდ ერთი და იგივე აქვს ფაქტიურად კაცმა რო თქვას, ხო, ეთნოკონფლიქტები, ესე ვთქვათ, სამხედრო ძალა, ეკონომიკური, ვთქვათ, ბერკეტები, ხო, დიდი ძალის ცენტრები ასე მოქმედებენ და ჩვენი ცივილიზაცია ეს არის ძალის პარადიგმის ცივილიზაცია. ასეთ ცივილიზაცია ჩამოვყალიბდით და აქ რაღაცა ერთის ვთქვათ ზესახელმწიფოს მხრიდან მეორე სახელმწიფოს მიმართ რაღაცა მორალურ უპირატესობაზე და რაღაცა ზნეობრივზე საუბარი ეს უბრალოდ პოლიტიკური ინფანტილიზმია და მეტი არაფერი. დასავლეთს ჭირდება პლაცდარმი, აუცილებლად, იმიტომ რომ აი როგორც დავით მას ზუსტად აღწერა, გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლილ სახელმწიფო სტრატეგიებზე აქვს საუბარი და ვინც ვთქვათ მყარად არის სამხრეთ კავკასიაში ახლო აღმოსავლეთის და ცენტრალური აზიის და ანატოლიის მიმართულებით თქვათ მას აქვს უდიდესი უპირატესობა. და რა თქმა უნდა დასავლეთი ყველანაირად ცდილობს რომ რამენაირად გაიმყაროს პოზიციები თქვათ, ხო? საქართველოსთან მიმართებითაც თქვათ ცდილობს და პერმანენტულად იქნება ეს ცდილობები თქვათ, აი სომხეთთან მიმართები, მაგრამ აქ თავარი კიდე რა არის, იცით რომ დღევანდელ დღეს დიდი გამოწვევა არ მხოლოდ გეოპოლიტიკური და თქვათ გეოეკონომიკური პროექტები, არამედ მათ უკან მდგომი ცივილიზაციური პროექტები. ცივილიზაციური პროექტი არის ვექტორის განსაზღვრელი. იმისი ქვე კონსტრუქცია გეოპოლიტიკა, გეოსტრატეგია და იმის კიდე ქვე კონსტრუქცია გეოეკონომიკა. მე ასე ვხედავ. ნუ ამისი ძალიან ისეთი აშკარა და თვალსაჩინო მაგალითია ჩრდილოეთ ნაკადი 2. აქეთ ხარეს იყო ევროკავშირი, იქეთ ხარეს რუსეთი, მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და ზოგადად ატლანტისტებისთვის ანგლოსაქსონური გეოპოლიტიკაში ყველგან ეს გაწერილი, ეს იყო წითელი ხაზი, ანუ გერმანული ტექნოლოგიების და რუსული რესურსების და რუსეთის სტრატეგიული სიღრმის შრომითი რესურსების და გერმანული ინოვაციების გაერთიანება პირდაპირ უწერიათ, რომ ეს არის ანგლოსაქსონური გეოპოლიტიკის უკანასკნელი საათი. ამიტომ ისინი ყველანაირად ცდილობენ, რომ ესე იგი სტრატეგიული, მყარი სტრატეგიული ურთიერთობა, თქვა, პარტნიორობა რუსეთს, ჩინეთს და ევროკავშირს შორის რამენაირად ჩაშალონ და რაც ყველაზე მთავარი და ამოსავალი ამ ამბავში, რომ ატლანტისტები ყველანაირად ცდილობენ საუკუნეების განმავლობაში და მომავალშიც ეცდებიან, რომ და ესე იგი კონტინენტური ევროპის საგარეო ვექტორი და პოლიტიკა იყოს სრულად დაქვემდებარებული მათ პოლიტიკას და არავითარ შემთხვევაში არ დაუშვან კონტინენტურ ევროპაში გეოპოლიტიკური სიმძიმის ცენტრის, ძალის ცენტრის შექმნა. ამისი ყველაზე დიდი პოტენციალი აქვს აი სწორედ აი ამ კაროლინგური ბირთვის ქვეყნებს, საფრანგეთი, გერმანია, ჩრდილოეთ იტალია და სხვათა შორის რომის პაპის ამ ბოლო დროს დაინტერესება სწორედ ჰაბსბურგებით და აი ავსტრია-უნგრეთის აი ეს არის რაღაცა მისვლა ამასთან და ვთქვათ აი ამისკენ გადადგმული ნაბიჯები გესმით და გასმოვნა თქვათ ევროპა თვითონ დღევანდელ დღეს ჩვენ ხედავთ რომ ის დიდ გლობალურ გეოპოლიტიკურ საჭადრაკო დაფაზე ძალიან სუსტად გამოიყურება პოლიტიკური სუბიექტივიზმი მასრულებით არ აქვს და თავიდან ბოლომდე თამაშობს აი ეს ულტრაგლობალისტების თამაშს და ჩვენ წინა გადაცემაშიც თქვით და ვახსენე რომ როგორც თქვათ უკრაინა შეამსხვრიეს თავიანთ გეოსტრატეგიულ ინტერესებს ატლანტისტებმა რუსეთს არ არის გამორიცხული რომ ასევე შეამსხვრიო მთლიანად დასავლეთ ევროპა და დასავლეთ ევროპაში ეს ომის რიტორიკა და აი ესე თქვათ გამოწვევა რუსეთის რო აი აუცილებლად ანუ გაცხადებული სიკვდილის ქრონიკასაც რო აუცილებლად დაგვესმება აუცილებლად გესმით ამიტომ ეს ზოგადად სოფლიო სამყარო ძალიან დაპატარებულია ევრაზიის კონტინენტზე მთავარ გეოსტრატეგიულ არეალებს ეს იქნება ფრონტის დასავლეთის შეტევის ხაზი რუსეთის მიმართ სამხრეთ კავკასია ახლო მომავალში ცენტრალური აზია იქაც საინტერესო ისინი მიმდინარეობს მოვლენები ხო ეს ყველაფერი არის აი საოცრად იმაზე მეტად გადაწნეხილი ერთმანეთთან და დაკავშირებული და ერთმანეთთან განმაპირობებული ფაქტორით, ასე ვთქვათ, შეკავშირებული, ვიდრე ჩვენ ეს წარმოგვიდგენია და ამიტომ მთლიანობითად რო შევხედოთ, თქვათ, ხო? ყველანაირად ცდილობს, რომ დასავლეთი ხი პირდაპირ თქვათ ჩვენი ხაზის, ესე იგი ომში ჩათრევა და ანუ ანტირუსეთის, ანუ თავარი არის რა თქმა უნდა, რომ ეს სივრცე იყოს, ასე ვთქვათ, შეტევის ხაზი რუსეთის წინააღმდეგ
ეს არის ძალიან ძველი სქემა, იმიტომ რომ რუსეთის დაშლა ყველაზე ადვილად შეიძლება სწორედ აი ამ სამხრეთ კავკასია, შუა კავკასიის მიმართულებით და სამი მიმართულებით იშლება მე ძალიან ადვილად ფრონტის ხაზი და იქ რაც არის ეს სამი ფრონტის ხაზი ზუსტად ემთხვევა თან აი ეს ანკლავები, აი სეპარატისტულად განწყობილი რეგიონი როგორიცაც შუა კავკასია, იქ ვოლგისპირეთის ანკლავები, თქვა ტატარსტანი, ბაშკირტოსტანი, აქედან ყუბანი და თქვა დასავლეთის შეტევის ხაზი, ანუ სამხრეთ კავკასია და აქ ჩვენ ცენტრალური ის გვიჭირავს, იმიტომ რომ ყველაზე დიდი საზღვარი 840 კილომეტრი ჩვენ გვაქვს რუსეთთან. ეს არის ყველაზე მოწყვლადი, ასე თქვა და ესეთი აქილევსის ქუსლი შეიძლება ითქვას რუსეთისთვის და აქედან გამომდინარე, თქვა ხო, როდესაც ამბობენ რომ რუსეთი გავიდა სამხრეთ კავკასიიდან. მე დავიწყე მიუბრუნდები ისე ჩემს თქმას თავიდან რომ დრო სჭირდებათ რუსეთს იმისთვის რომ სამხედრო რესურსებზე გადაიყვანო ეკონომიკა და თვითონ პარადიგმული ცვლილება ხდება. აღმოსავლეთისკენ იბრუნეს მათ პირი და ისინი აი მიდის სერიოზული ტრანსფორმაცია საზოგადოების და ასე თქვა ელიტების წმენდა და სხვა. აი პუტინმა თქვა რომ ელიტა იქნება ის ვინც ბრძოლის ველზე თქვა იბრძოლებს და ნუ ეთნოფსიქის მთავარი მდგენელები რამაც მათ მეორე მსოფლიო ომი მოაგებინა ეს ჩართულია. ამიტომ მას სჭირდება დრო. ამიტომ სამხრეთ კავკასიაზე აი თქვა როგორც აი გავლენის სფეროზე, გეოპოლიტიკური გავლენის სფეროზე რუსეთის მხრიდან უარის თქმა, ეს ნიშნავს მათი მხრიდან დაშლაზე, აი არც თუ ისე შორეულ პერსპექტივაში დაშლაზე, რუსეთის ფედერაციის დაშლაზე ხელის მოწერას. და აქვე უნდა ვთქვათ, რომ აი რუსეთის აი ვინც არიან დიდი გეოსტრატეგოსები და ვთქვათ აი ფილოსოფოსები, მათ ახლა ასეთი პოზიცია აქვთ, რომ იმპერიები მაქსიმუმ 200 წელი ცოცხლობენ, მათ აღარ უნდათ გაფართოება, მათთვის უმნიშვნელოვანესია სამხრეთის სარტყლის უსაფრთხოება. ანუ მათ არანაირად არ აწყობთ მიერთება, რაც დავითმა ბრძანა თავიდან, რომ აი რატო მხოლოდ 4 ოლქი, ხო? კიდე მათ იციან, რომ თუ კიდე ტერიტორიულად გაფართოვდებიან, ძალიან გაუჭირდებათ მათ ამ ტერიტორიის დაჭერა. ამიტომ მათთვის რუსეთის იმპერიის, რუსეთის ესე იგი სახელმწიფოსთვის რუსეთი ისევ რჩება გეოპოლიტიკური სიმძიმის ცენტრად, ძალის ცენტრად. ვერ მოხერხდა რუსეთის დაშლა ფრაგმენტაცია, ხო, რაც ჩვენთვის გაცმარამ თქვა ძალიან დიდი უბედურება იქნებოდა, ხო, ვერ მოხერხდა. აქედან გამომდინარე, აქ არის წინა კლასიკური გეოპოლიტიკის კანონი. ის არის ძალის ცენტრი, მისთვის მის ირგვლივ მდებარე გეოსტრატეგიულად მნიშვნელოვანი არეალები, რომ იყოს, თქვათ, წარმოადგენდეს ისეთ ბუფერულ ზომეს, რომელიც არ იქნება შეტევის ხაზი რუსეთის წინააღმდეგ, თქვათ, ხო? ანუ სამხრეთ სარტყლის უსაფრთხოების საკითხი ეს არის და აქ არის ორი წერტილი, დამაგრების წერტილი, მათი უსაფრთხოების, აი ქვედა მასზე, ფრთაზე, როგორც არის შავი ზღვა და კასპიის ზღვა. ანუ აი ამ და ნუ რა თქმა უნდა ეს არის კიდე დიდი სტრატეგიის ნაწილი, ანუ თბილ ზღვებზე დამაგრება და თბილის ზღვებიდან გასვლა მერე კიდე მსოფლიო ოკეანეზე, ხო? აი ამ კონსტრუქციაზე რომ რუსეთმა უარი თქვას, ხო? აი თბილ ზღვებზე დამაგრება და გასვლა მსოფლიო ოკეანეზე და სამხრეთ სარტყლის თქვათ უსაფრთხოება რო იყოს მათთვის კითხვის ქვეშ, რომ ხან უკრაინა უფეთქონ, სამხრეთ კავკასია, ხან შუა აზია და ეს იყოს მუდმივი, ესე იგი ტურბულენციის ზომა და მუდმივად ესე იგი ფეთქება საშიში რეგიონი. ეს ნიშნავს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ისინი დაშლაზე აწერენ ხაზს, რაც მათთვის უკვე ეს არის წარმოუდგენელი და ეგზისტენციური საფრთხე, ხო? აქედან გამომდინარე, ჩვენ ეს არის აი წმინდა პრაგმატული გეოპოლიტიკის საკითხი. ამიტომ მე ვამბობ, რომ ისინი უბრალოდ იგებენ დროს. ერთ-ერთმა ანალიტიკოსმა ისე თქვა, ვის აინტერესებს უკვე პაშინიანი და ის ვინ რას დახაზავსო. 1-5-7 წელი გჭირდება, ჩვენ მოვალთ ყველაფერს დავალაგებთო, გესმით? იმიტომ რომ ეს იგივე ჩინეთი, იგივე ამერიკის შეერთებული შტატები, თქვათ, ხო? აი მათაც საზღვრებთან გეოსტრატეგიულ მნიშვნელოვან არეალებში უნდათ ჩინური და რუსული სამხედრო ბაზები და მათი გავლენა? ხო, აი ჩინეთის მიმართ მათი მთავარი წყრომის საგანიცხო ეს არის, რომ ისინი შეიჭრნენ მათი გავლენის სფეროში, ანუ სამხრეთ და ცენტრალურ ამერიკაში და ფაქტიურად დომინანტური ეკონომიკური ძალაა, ხო? აი სუშარშან უსაფრთხოების მთავარი დოქტრინა ამერიკის, რომელიც გასაჯაროვდა და განხილვის საგანი იყო დიდი ხანი, თქვათ, ხო? აი მთავარი პოსტულატი რა წერია ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, დასავლური ქრისტიანული ცივილიზაციისთვის ეს წერენ და სრულიად დემოკრატიული სამყაროსთვის ყველაზე დიდი ყოვლისმომცველი და მყარი სამხედრო საფრთხე 21 საუკუნეში არის კომუნისტური ჩინეთი. ნომერ პირველი
სისტემური მტერი, ნახეთ, ყოვლის მომცველი მყარი სამხედრო საფრთხე. იგი მიზნად ისახავს, ანუ ჩინეთი 2030 წლისთვის ლიდერობას ხელოვნურ ინტელექტში საზღვაო და საჰაერო ძალებში და აი არავითარ შემთხვევაში ამას ანუ ინდოწყნარი ოკეანის რეგიონი ამბობს რომ ასაც არაჩვეულებრივი ეს არის ხა დღეს სიძინპინი უბილარია გუშინ ტრამპი იყო უბილარი ხო ესეც გვახსოვს რომ აი პოლიტიკის ერთგვარი ელემენტები ეს არის ფართო მასებისთვის და ეს ჩვენ უნდა არც ტრამპი არ არის იქ ძალიან ბევრს გონია რომ თქვა დღევანდელ დღეს ესეთი ცალკეული ტრამპის უკან დგას უზარმაზარი პოლიტიკა-ფინანსური ელიტა და უზარმაზარი პლასტი გლობალისტური ელიტი სხვათა შორის ხო ეს ცხადია ასე რომ ეს ერთ ადამიანის იმაზე არ არის ეს რა თქმა უნდა და ეს ძალიან ცეთი პოლიტიკური ინფანტილიზმია რომ იქ რაღაცას თქვა ემოციები და თუნდაც მეგობრული და პიროვნული დამოკიდებულებები რაღაცას მეშვება გესმით ხო და აი ეს პროცესია რუსეთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სამხრეთ სარტყლის უსაფრთხოება და რომ დამაგრდეს შავი ზღვისა და კასპიის ზღვაზე ვთქვათ და აი სამხრეთ კავკასია ეს მისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი რეგიონია. ამიტომ, მაგრამ როგორც თქვი, მათ მიერთება კი არ უნდა და არც უკრაინის, არც სამხრეთ კავკასიის, არც თვითონ ამბობენ რომ საბჭოთა კავშირი არა, მათ უნდათ რომ ეს იყოს მათი გეოპოლიტიკური გავლენის სფერო, რომ სხვა ძალა იქ არ შევიდეს, სხვა დესტრუქციული ძალა იქ არ შევიდეს და როდესაც სამხრეთ კავკასიის სამ რესპუბლიკას და აქ საქმეს ართულებს ის რომ ჩვენ სხვა და სხვა აბსოლუტურად ცივილიზაციური და ეთნოფსიქიკის მქონე საერთოდ სოფლიოში თითქმის კი რა ეს მე ცალკე შესწავლილი საკითხი მაქვს არ არსებობს მეორე ადგილი რომ ესოდენ პატარა არეალში იყოს სამი რასა წარმოდგენილი იბერო-კავკასიური თურქმანული მონღოლური რასოს თურქმანული და ინდოევროპული თქვა ხო მიხედავთ იმისა რომ ჩვენ დიდი ხანი აქ ცხოვრობთ ჩვენი ეთნოფსიქიკა ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან და ჩვენი ცივილიზაციური ასე ვთქვათ მდგენელები ხო ასე რომ გარე ძალებისთვის აქ არის ძალიან სუყე ნიადაგი იმისთვის რომ სხვადასხვა ეს ეთნიკური ფაქტორი იქნება თუ გეოეკონომიკური თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ რომ იმოქმედოს ამ არეალზე და რომ რამენაირად შეითრიოს თქვა და იმ დიდ ცივილიზაციურ პროექტებში ეხლა აქტიურ ფაზაშია მაგალითად ეს დიდი თურანის პროექტი ხო და აი ამ დიდ თურანში თქვა ხო აი თვითონ სომეხი ისინიც გამოდიან და ამბობენ რომ ჩვენ ჩაგვყლაპავს ეს იმიტომ რომ ეს ზანგეზურის დერეფანი ცენტრალური აზიის განვითარების ვექტორით თქვა ხო თუ არის დრო ძალიან დააზარალებს და აი ყაზახეთში რა შეხვედრა ქონდა ერდოღანს და ტოკაევს და რაზე ისაუბრეს და რა წარდგენა ქონდათ მათ თუ შეიძლება ძალიან თუ დავრჩება დრო აუცილებლად ვილაპარაკოთ მაგრამ არ მგონია ირანის ომზე აუცილებლად და მის გაჩერებაზე რა პირობით დაზავდნენ ადამიანები პაკისტანმა განაცხადა რომ მოკლედ ყველაფერი მზად არის მხარეებმა განაცხადეს რომ ჯერ ელექტრონულად უნდა მოხდეს ამაზე ხელმოწერა და ჯერ არავინ არაფერს არ ასაჯაროებს რა პირობებით იქნება ეს როგორ იქნება მართალია წერია ფურცელზე თუმცა ოფიციალურად ხელი ჯერ არ არის მოწერილი სამაგეროდ ტრამპმა რომელიც არის იუბილარი საკუთარ თავს მიუძღვნა არაჩვეულებრივი პოსტი რომ ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან შეთანხმება სრულიად დასრულებულია ვულოცავ ყველას სრულ უფლებამოსილებას ვანიჭებ ჰორმუზის სრუტის გახსნას გადასახადის გარეშე ამავე დროს ანუ ბრძანება გასცარა რომ გავხსენიო ბრძანებას გავცემთ შეერთებული შტატების საზღვაო ბლოკის დაუყოვნებელი ბლოკადის მოხსნის შესახებ სოფლიო გემებო დაქოქეთ ძრავები და ნავთობმა იდინოს მაგრამ იჩუხჩუხოს აი ამაზე უკეთესი რა უნდა განეცხადებინა პრინციპში ტრამპს და თქვენი გადმოსახედიდან და სწორედ ეს არის ჩვენი გამოკითხვის სოციოლოგიური გამოკითხვის თემაც ხო რომ დამყარდება თუ არა ხანგრძლივი მშვიდობა ახლო აღმოსავლეთში და ჯერჯერობით ნუ მართალია ნახევარსაათი ცოტა ნაკლები დაგვრჩა გადაცემის ბოლომდე მაგრამ ჩვენი მაყურებლების 80% ფიქრობს რომ არაო 5% ამბობს რომ მიჭის პასუხისგაცემაო და მხოლოდ 15% ამბობს რომ დიახ დამყარდება ხანგრძლივი მშვიდობაო აი თქვენ როგორ ფიქრობთ ბატონ დავით ну ახლა ზოგადად პოლიტიკაში ასეთი პროგნოზების ან კვეთრად ოპტიმისტური ან ხო ან პესიმისტური პროგნოზების გაკეთება მართლაც უმადური საქმეა ან ყოველ შემთხვევაში რაღაც ანალიზით და ვარაუდით შეგვიძლია თქვათ ისეთი ვერსია რომელიც ასე თუ ისე შესაძლოა მართლაც მოხდეს ან განხორციელდეს ახლა ტრამპი არის ფინანსისტი კაცი
თან საკმაოდ ძლიერი ფინანსისტი გამოცდილი ბიზნესმენიც რომლის ერთნავთქვამზე ბირჟა იცვლება. კი ბატონო, თქვენ მისი ოჯახი გამდიდრდა ხო, თქვენ ასევე ახსენეთ Deep State. არც ის არავინ არ გამორიცხოს, რომ თავად Deep States ერჩივნა ტრამპის გაპრეზიდენტება დროის ამ მონაკვეთში, ვიდრე ვთქვათ ან ბაიდენის, ან ბაიდენოიდის. რადგან ამერიკის შეერთებულ შტატებს ყოველთვის, ანუ ერთია ის Pax Americana, რასაც წერდნენ ოდითგან, რომ აი როგორც თქვენ თურანი ახსენეთ, რომ თურქული ტიპის სახელმწიფოები ეს დერეფანი უნდა შექმნან, დაწყებულია თურქეთიდან რამის იქ ალტაიამდე თუ საიდანაც არიან წარმოშობილი, მაგრამ ყაზახეთი და ეს ყირგიზეთი და ყველაფერი. გასაგებია და ასევე ამერიკის შეერთებული შტატების ეს ექსპანსიონისტური პოლიტიკა თუ 60-იან წლებში და გვატემალაში კუბაზე, რა ვიცი, ყველგან თუ ნიკარაგუაში, თუ კი ყველგან ცდილობდა რომ ატანა არ ქონდათ ამ კომუნისტების და ყველგან ჩამოგდება იყო ამ ხელისუფალთა გრანადაში. მოიგო ადამიანმა და გასცა ბრძანება პრეზიდენტმა და ფლოტი შევიდა უცებ ჩამოაგდეს ხელმძღვანელობა. ან ალიენდე ჩილეში და ასე შემდეგ. შესაბამისად ახლა ამ Deep State თუ კი ვთქვათ სურვილი ქონდა ამ დროის მონაკვეთში მოეყვანა პრეზიდენტად ტრამპი, ისევ და ისევ თავიანთი სახელმწიფოს სარგებლის თვალსაზრისით ზრუნავენ. ახლა დააკვირდით ეს გლობალურად რო შევხედოთ, ტრამპმა რა გააკეთა ამ თავის პრეზიდენტობის ვადაში. იქ ირანს დაარტყა, იქ ისრაელმა მანამდე ერთი ამბები იყო ამ ირანის მიმართულებით. მანამდე ტრამპი იყო სწორედ რომელმაც იერუსალიმი თავის წინა პირველი ვადის დროს იერუსალიმი გამოაცხადა ისრაელის დედაქალაქად. ირანზე მიტანილი იერიშის შედეგად და ავტომატურად ორმუზის სრუტის დაკეტვით ყველაზე დიდი ნავთობნაკადი ამ გემების და მოძრაობის თვალსაზრისით ორმუზის სრუტია სწორედ გამტარი. შექმნა რა კრიზისი შეუქმნა ისევ ევროპელებს. ანუ ევროპელებთან შექმნა პრობლემა. ახლა რომ ატყობენ, რატომ ქონდათ აი ეს კონვერსეიშენები პუტინს პირიგავორი როგორც რუსები. ხო, მოლაპარაკებები ტრამპს მიულოცა დაბადების დღე. კი ბატონო. პუტინმა. ხო, ანუ ეს ხო, მაგრამ რა ხდება? რუსები წერენ, რომ უკვე უახლოვდებით კრამატორსკს. დიახ. და სადაც არის ჩაკეტავენ უკვე დონეცკის თემას მოაგვარებენ. და აქით ტრამპი იძახის, რომ მე აქ ირანში всё, აი უკვე ხელი მოვაწერე და დაბადების დღეა 80 წელი და ბრავირებს ამითი რა, რომ აი კიდე ერთი ფურცელი გადავშალე ჩემი ამ წარმატებული პრეზიდენტობისა. მე ათეობი დაამთავრა. კი, ამას ამბობს პირდაპირ. ეს დიდი სახელმწიფოები, რუსეთი და ამერიკის შეერთებული შტატები, როგორ მოქმედებენ ისე, რომ მთავარი პრობლემების მთელი ეს კასკადი არის ევროპის კონტინენტზე ახლა კონცენტრირებული. ევროპას აქვს პრობლემები. ნახეთ, კრიტიკის ქარცეცხლში ატარებენ ბრიუსელის პოლიტიკას. ყველა მიმართულებიდან, მარტო რუსეთი არა. კაია კალასი საერთოდ ყველანაირი ეკონომიკური ეს გადაუკეტოთ ფინანსური წყაროებიო, ანუ მის ოფისს ასე ვთქვათ. აბუჩად იქდება მოცულა ფონდელაის ყველა განცხადება. ეს იყო სერიოზული გათვლა იმაზე, რომ ეს ამბიცია და ევროპას აქვს ეს კიდე ოდითგან შემორჩენილი ეს ამბიცია, რომ პოლიტიკური ცენტრის მაქსიმალურად გაენეიტრალებინათ. იგივე ხდება კავკასიაში. თუნდაც აი ამ სომხეთის არჩევნებით მართალია იქ ევროპელები იტოვებენ რაღაც კავშირს, რომ კონდეთ გავლენა ფრანგებიც აქტიურობენ, მაგრამ ძირითადი მოთამაშეები თუნდაც აქ რჩებიან ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთი. ის კოჩარიანი, რომელიც ახლა არ გამოუშვეს და აეროპორტში ადრე მქონდა გამიზნულიო სადღაც ვიზიტი და მაგრამ არ გაუშვეს. და ის პროცენტი რაც მიიღო მან არჩევნებში, ტყუილად კი არ დაუწერეს ხო ანუ მას იმასაც აქვს ლაპარაკი რომ შეიყვანოს კონტინგენტი ანუ თავის სეგმენტი ექნება პარლამენტში იმ დროის მონაკვეთში სანამ რუსეთი და ამერიკის შეერთებული შტატები კიდე რაღაცებს არ დაალაგებენ ხო ფაშინიანმა ყველას დავიჭერ ну ეს ასე სააკაშვილიც იჭერდა ყველას თავის დროზე ხო ну მაგრამ ახლა თვითონ ზის ახლა იქ ციხეში ну სანამ თვითონ ჯაჯდება მანდამდე რაღაცა
ხო ასე რომ ხო აი ირანის თავარი ლოჯისტიკური კვანძია სომხეთიო ხა ჯერ უსულამ შარშან თქვა ჯერ კიდე ესე იგი გეოგრაფიებენ აქტიურად და თითქოს ზღვას გადმოიყვანენ ხა თემას რომ მიუბრუნდეთ ნუ ეს საფრთხე რაც იყო მთავარი ბირთვული საფრთხე ამაზეც იყო ლაპარაკი ნუ შეთანხმდნენ იმაზე რომ ირანს არ ექნება ეს ბირთვული იარაღი მაგრამ ის რომ როგორც სუვერენული რა თქვა ტრამპმა შევალო და აი ეს ყველაფერი დამთავრდება იქიდან ბირთვულ ტყვეს წამოვიდა და შევალო მანამდე თქვა რომ მოუსპოფო ნუ ასე შევალო ირანში შევალო ხო და ნუ ამაშია საქმე მაგრამ ირანს აქვს სრული უფლება როგორც სუვერენულ სახელმწიფოს ეხლა მოწონს აქ ვინმეს თუ არა გლობალისტებს და ლიბერალებს ატეხილი ქონდათ ხო გახსოვთ ერთი ამბავი რომ ეს ხელისუფლების წარმომადგენლები რატო ჩადიანო იქო და რატო გლოვობენო კი ბატონო სახელმწიფოთა შორის ურთიერთობები ასე არ ხდება რომ შენ ვიღაცა მოგწონს და მე კლასელები მყავდა ებრაელები ალობაში დავამთავრე სკოლა და ძალიან ნამყოფი ვარ ისრაელში და ძალიან პატივს ვცემ ისრაელს მაგრამ ირანთან მიმართებით ეს არ არის ხელწამოსაკრავი სახელმწიფო ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფოა რეგიონში თავისი პოტენციალით. დიდი მცდელობის მიუხედავად ვერ ჩამოუშალეს ხელისუფლება. აი ამაშია საქმე. არ არის ისე მარტივად რომ ვიღაცას ეგონა რომ როგორც რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების მერე არიქა და ხვალ რუსეთი ჩამოიშლებაო თურმე არ ჩამოიშალა. ის ბორელი გამოდიოდა და აი ჩვენ უნდა დავამარცხოთ. უკვე დამარცხებული ვართ, ჩვენ ასე გადავწყვეტეთ. ბრძოლის ველზე უნდა დავამარცხოთო. იგივე ტექსტები ისმოდა ირანთან მიმართებით. თურმე არ იყო ის მარტივი იორდანიაში გადაიფრინა ირანის ბალისტიკურმა რაკეტებმა და იქაც დაბომბეს ამერიკის შეერთებული შტატების საავიაციო ბაზაზე მიიტანეს დათმები. კი, ხო, ეს არ არის ხელწამოსაკრავი ქვეყანა, მას აქვს პოტენციალი, მათ შორის სამხედრო პოტენციალი. და ხშირად ამბობენ, ახლა თქვენ ალბათ დააკვირდით, ხო, სოციალურ ქსელში არის ხოლმე ხშირად ესეთი რაღაცები, დებენ ფოტოებს ფეხლევის მართლობის დროს ირანის შახის მართლობის დროს როგორც ხედან მოკლე კაბებში ირანელი გოგონები ფერად ხო და რაღაც ესე თანამედროვე ახლა რაზეა საუბარი 79 წლამდე ირანის ისლამურ რევოლუციამდე ირანში არ იწარმოებოდა ელემენტარული აი საწერი კალამიც კი ასანთი არ იწარმოებოდა ნემსი არ იწარმოებოდა თუმცა ამხელა ეკონომიკურმა წნეხმა ირანი გატეხა, მაგრამ მან შეინარჩუნა თავისი ეკონომიკა და ვითარდება ქვეყანა. ხო და ეხლა ირანს აი ამ მე არ ვამბობ რომ ეს თქვათ კარგია თუ ცუდია ეს აიათოლების მართლობა, თქვათ ირანის რევოლუციის გუშაღდა კორპუსი თუ ასე შემდეგ, მაგრამ ყველაზე ახალგაზრდა მოსახლეობა ყავს წლების თვალსაზრისით არა მე ვამბობ აი კონტინგენტს სეგმენტს ახალგაზრდებისა 18-დან 45 წლამდე საღი ანუ ჯანსაღი ადამიანებისა რომლებიც არიან მშრომელები კილომეტრობით მეტროპოლიტენები გაყავთ ისე რომ არ ცდებიან სერიოზულ ცდებს აწარმოებენ დაწყებული მიკრობიოლოგიიდან დამთავრებული კვანტურ ფიზიკამდე. ანუ მათ ბირთვულ პროგრამაზე არის საუბარი. განათლება შესაბამის დონეზეა. კი ბატონო, მაღალ ნობელის პრემიის ლაურეატები ყავთ. ეს ყველაფერი ხდება ამ 79 წლის რევოლუციის შემდეგ. მანამდე არ აწარმოებდნენ არაფერს. რატომ შევარდა ის ბრბო ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში და წალეკეს იქაურობა და ხალხი დახოცეს. ვინაიდან ირანელები თავის ბუნებით არიან დამოუკიდებლობის მოყვარული ხალხი და 79 წლამდე გრძნობდნენ ამ წნეხს. ანუ იგი ახლა სხვა საკითხია იქ პოლიტიკური, პოლიტეკონომიკაზე ხო არა გვაქვს საუბარი. კუბა ვთქვათ როგორი იყო კასტროს დროს შივრები იყვნენ, ვიცით რომ არაპურიტანული ქვეყანა არის, რო ჩადიოდნენ ტურისტები, კარგ შამპუნზე ან კარაგზე შეიძლება მაპატიეთ და მამის ან ძმის წინ გოგო რომ მოწონებოდა ეთქვა ოჯახის წევრს წაიყვანა შენთან იცხოვროსო. თუ აჩუქებდა საპონს ან შამპუნს, ანუ ამერიკელებისთვის იქ იყო მაპატიეთ ახლა ქალბატონები ბრძანდებით ბორდელი ფაქტობრივად. ეს როდესაც იყო ბატისტას მმართველობა. კასტრო მოვიდა წააქცია ეს გადატრიალება მოხდა და ბევრი რამე შეიცვალა. ხო და აი დაახლოებით ასეთი ანუ კუბელები რატო აჯანყდნენ? იმიტომ რომ ყველა ესე გაუბედურებულები იყვნენ ამ შაქრის კოლონიალურ მოდელს ამყარებდა ამერიკა ყველგან სადაც შეადიოდა და რესურსები მაქსიმალურად ანალოგიური სიტუაცია შეიქმნა კულმინაცია იყო ირანში 79 წელი მე ხო გეუბნებით მე არ ვარ რეფერი თვითონ ქალებმა 200.000-მა ქალმა თავად დაიხურა ჩადრი ცნობილია
და ძალიან დიდი ის მოდით ახლა ვთქვათ აბას არაღჩი როგორ და ირანის მოქმედი ხელისუფლება როგორ აფასებს ამ ომის შედეგებს. ის ამბობს რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ომში გამარჯვებული ირანია, როგორც კი მოლაპარაკებების ბოლო ეტაპი დასრულდება, შეთანხმებას ხელი მოეწერება და გამოცხადებაო. ასე აღიქვამს ირანი. თუმცა ამერიკა როგორც აღიქვამს, აგერ დავინახეთ ხო? როგორ უნდა მოახერხოს ამერიკამ ამ ომში ისე დაამთავროს ეს ომი, რომ სახე შეინარჩუნოს, როგორ ფიქრობთ? ია, მე თავიდანვე როგორც თქვი, ჩვენ ვერ დავინახავთ ამ ომის შინაარსს, თუ ამას არ შევხედეთ გლობალურ მასშტაბში. მიმდინარეობს ევრაზიის კონტინენტზე დომინაციისთვის ბრძოლა. ამ კონტინენტის მთავარი გეოსტრატეგიული არეალების პერმანენტურად დესტრუქცია აფეთქების გზით. ახლო აღმოსავლეთში ჩაშვებულია პროექტი ნეოკონების ახალი ახლო აღმოსავლეთი. ამის ნაწილია. ამიტომ ირანს არ შეეშვებიან. ეს გამორიცხულია და გარდა ამისა, ჩვენ ახლა მთავარი რაც არის აქ, აი ამ ომის მსვლელობის დროს ეს ჩემი აზრია, არ ვიცი, ფაქტურად ირანმა თავისი გეოპოლიტიკური სტატუსი გაზარდა. აიმაღლა გეოპოლიტიკური სტატუსი როგორც რეგიონალურმა მძლავრმა სახელმწიფომ. და ჩვენ აქ ვხედავთ აი ძალიან სერიოზულ, ასე ვთქვათ, ქვემოდინებებით ურთიერთობას ჩინეთთან და რუსეთთან. და ამისთვის ხამენეიმ თავი გაწირა ფაქტობრივად, რა რაც თქვენ ბრძანეთ რომ ეს მიიღო. და ვიცი რატო ვერ შევიდა ტრამპი, რატო ვერ განახორციელა სამხედრო ოპერაცია თუნდაც ხარგის კუნძულზე, რატო ვერ გადავიდნენ, თქვათ, ხო? იმიტომ რომ რამდენჯერაც ეს დააპირა, იმდენჯერ წყალქვეშა ნავები რუსეთის და ჩინეთის, ესე იგი, ჰორმუზის სრუტესთან დადგნენ. შუად კორეამ თქვა, რომ ირანმა ოღონდ თქვას, მე იმ დროს მივწერ ატომურ იარაღს. ანუ მე ეს რამ 3-4 წლის წინ დავწერე, რომ ევრაზიის კონტინენტზე გამომდინარე იქიდან, რომ დასავლეთიდან არის შეტევის ხაზი, გლობალური დასავლეთიდან, გლობალური აღმოსავლეთის მისამართით. რუსეთი არის ამ ხაზის, ასე ვთქვათ, წინა ხაზზე, ხო? რუსეთის დაშლა ფრაგმენტაციის შემთხვევაში, ვთქვათ, ხო, ჩინეთის, ირანის და სხვა გლობალური რეგიონალური მოთამაშეების ბედი იქნება გადაწყვეტილი. ეს განახორციელებენ ატლანტისტები და ანგლოსაქსები იმ პროექტს, რაც მათ ჩვევიათ, ვთქვათ, რაც გააკეთეს აფრიკაში, სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში, ვთქვათ, ხო, შექმნიან ენრაოდენობით პატარ-პატარა პროქსი ჯუჯა სახელმწიფოებს, ელიტას გაამდიდრებენ და წავა რესურსების და მისი, ასე ვთქვათ, ლოჯისტიკური ხაზების დაკავება, რესურსების მაქსიმალურად გაზიდვა, კოლაბორაცია გამყიდველ ელიტებთან, დემოგრაფიული ზამთარი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ვინმეს თუ გონია, რომ რუსეთის დაშლის შემთხვევაში აღმოსავლეთ სიბირის და ალტაის სიმდიდრეები, ოქრო და ალმასები, იმებს რა ქვია, ეთნიკური მისი ხაკა სისტემის წარმომადგენლებს დარჩებათ, ეს ძალიან ისინი ინფანტილურები არიან მაშინ, ხო? დიახ, აი ესეთი ის არის. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ როგორც რუსეთის შემთხვევაში გლობალურმა დასავლეთმა იწვნია და მარცხი და დაშლა ფრაგმენტაციის მაგალითად პირიქით რუსეთის უფრო გაძლიერდა, ასევე ირანის შემთხვევაში მე ვამბობ, რომ ირანმა თავისი გეოპოლიტიკური სტატუსი აიმაღლა და მის ხელში ახლა ჰორმუზის სრუტე უკვე არის იარაღი და საუბარია იქ ჰორმუზის სრუტეში გამავალი კაბელების, ასე ვთქვათ, იმაზეც კონტროლზეც, რომ თუ საჭიროა ჩვენ, ანუ ამ ომში მე ვფიქრობ, რომ ირანი არის აი ამ ეტაპზე აშკარად ესე იგი მოწინავე პოზიციაზე და გამარჯვებული ვერანაირ მიზანს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ვერ მიაღწია, რაც შეეხება ბირთვულ იმაზე იქ ფეტო არის და სასულიერო ლიდერის ფეტო გამოცემული. თქვათ და რომ არ კონდეს ირანს ბირთვული იარაღი და საერთოდ რო არ არსებობდეს დამერწმუნეთ 1000 სხვა მიზეზი გამოიძებნებოდა იმისთვის, რომ იმიტომ რომ ირანი ისევე როგორც ჩინეთი სისტემურ იმას წარმოადგენს მტერს და მოწინააღმდეგეს თავისი სახელმწიფოებრივი წყობით და გარდა ამისა, იმიტომ რომ მას აქვს თავარი, რაც არის ეს იდეოლოგიური შიიტური სამყაროს უპირობო ლიდერია, ამასთანავე ირანი გახლავთ ძალიან ძველი წერილობითი კულტურის მქონე ერი, ძველი იმპერიული, ასე ვთქვათ, ისტორიიდან ამბესიებით და აქაც ჩანს, რომ მოიკოჭლებენ მათი ანალიტიკური ცენტრები, რომ მოიკოჭლებენ ირანი ისტორიას რო გადახედო, აქემენიდებიდან დაწყებული თქვა სასანიდები და მე არაბები, ხო? სხვადასხვა დინასტიები კი მართავდნენ, მაგრამ ეს
მთლიანად ცივილიზაცია, სპარსული ცივილიზაცია, აი რამდენჯერ მოხდა ირანის ფრაგმენტაცია, თავიდან ისე დარიოსთან ყოველთვის ეს არის ირანის ასე ვთქვათ გეოპოლიტიკიდან და იმიტომ რომ აი ამ არეალზე შეიქმნა მართლა დიდი ცივილიზაცია და ეს მართლა დიდი იარაღია, ხო? ანუ რამდენჯერად დაიშალა ირანი თავიდან ისევ როგორც იმპერიად აღორძინდა. ეს ებრძოდა ისინი დაიშალა და ვეღარ გახდა სოფლიო იმპერია. ინდუსტრია ახსენა დავითმა, ხო? ესე იგი სამეცნიერო სექტორის განვითარების კუთხე ირანი არის ათეულში და მაღალი ტექნოლოგიების და ნანოტექნოლოგიების კუთხით ირანი არის სოფლიო ხუთეულში. თქვენ წარმოგიდგენიათ? ასე რომ მე ვფიქრობ, რომ ეს არის ანგლოს ზოგადად ატლანტის ტურის სამყაროსის ამ ეტაპზე მარცხი, მაგრამ ჩვენთვის, აი ნახეთ ირანთან, აი თქვათ როგორც კი, აი თქვათ ვერ მიაღწიეს და აი მუდმივი პერმანენტული გააქტიურდნენ სამხრეთ კავკასიაში, თქვათ, ხო? გააქტიურდეთ სომხეთში. აი ეს დიდი თურანის ხაზის შეკვრა, თქვათ, ხო? იქ აზერბაიჯანმა შარშან ივნისში ხელი მოაწერა და ეს პროექტი უკვე განხორციელების პროცესშია და შეისყიდა. აზერბაიჯანმა შეისყიდა პაკისტანისგან 4 მილიარდ 600 მილიონი დოლარის ავიაგამანადგურებლები 40 ერთეული, ხო? და ბევრი კითხულობს, რომ კი, მაგრამ ეს აზერბაიჯანის სახელმწიფოს ინტერესია თუ იმ თურქულ სახელმწიფოთა ინტერესი, რომლებიც აი ვთქვათ უკვე ძალიან სერიოზულ რა თუნდა ვის წინააღმდეგ ამზადებს ყაზახეთი აი 14 მაისს 20 მაისს იქ იყო ერდოღანის და ყაზახეთის ვთქვათ პრეზიდენტ ტოკაევის შეხვედრა, ეგ ძალიან 13 ხელშეკრულებრივ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი მისი ლოჯისტიკა ეს ენერგორესურსები ნავთი სამხედრო სტრატეგიული ისინი ერთობლივი საწარმო შექმნა აგრეთვე უპილოტო საფრენი აპარატები, მაგრამ ყველაზე საინტერესო რაცაა ესე იგი ტოკაევი გამოვიდა და თქვა რომ ყაზახეთი ოფიციალურად თავს აცხადებს და 1 ივლისიდან ეს კონსტიტუციაში შევა და დამაგრდება ოქროს ურდოს კონკრეტულად ჯუჩის ულუსის გეოპოლიტიკურ ისტორიულ სამართალ და კულტურულ მემკვიდრედ და რომ ეს არის ძალიან დიდი განაცხადი, რომ მე იყო კონფერენცია, სადაც ასევე წარდგინება მოხდა, რომ ესე იგი ეს არის ყაზახეთი როგორც დიდი სტეპის ცივილიზაციის მემკვიდრე და რომ ეს დიდი სტეპის ცივილიზაცია ევრაზიის კონტინენტისთვის იგივე არის როგორც რომის ცივილიზაცია იყო, ну მომთაბარეთა ცივილიზაციაზე, ანუ რა ხდება? ის რაც არის დიდი გეოპოლიტიკური კონსტრუქციები, თქვათ, ხო, რომელიც ჩამოყალიბების იმაშია და სადაც თურქეთის სამხრეთ კავკასია, შუა აზიის განვითარების ვექტორი ეს აშკარა ხაზია. ასეთვე ის სხვა ისინია კიდე ეს ნეოოსმანიზმის ასე კონკრეტულად აი ამ იმაში ჩვენ ვხედავთ, რომ ამ გეოპოლიტიკური კონსტრუქციისთვის ხდება ცივილიზაციური ქვესარჩულის მოძებნა და ამისთვის იღწვიან. მაგრამ თვითონ შუა აზიის ასე ვთქვათ მასშტაბიდაც კი ძალიან რთულია, იმიტომ რომ იქ ასე ვთქვათ ეროვნული თვითშეგნება და ის საკმაოდ მაღალია და იქაც და ნუ თუ მართლა ახლა ჩვენ ობიექტურად შევხედოთ ისტორიას, თქვათ, ხო? საკმაოდ გვიან მოვიდნენ იქ ეს თურქმანული ტომები, მათი სამშობლოა აღმოსავლეთ ციმბირი და ინისესისა და იქ რაც იყო ხვარაზმი, იქ დომინანტული კულტურა უძველესი დროიდან და შუა საუკუნეებში ეს იყო სპარსული კულტურა, ხვარაზმი და ხორეზმი, ჩვენი ჯალალედინის ჩვენ გვახსოვს, ხო? ხორეზმი და ის იბნ სინა და უდიდესი ისინი, ვიცი იყო, ისინი ფარსიზე წერდნენ, იყვნენ სპარსელები და ის სოგდიანა და ბაქტრია რაც იყო, ეს იყო სპარსული დიდი კულტურის ნაწილი. ის ცივილიზაცია არ შეუქმნიათ მომთაბარე თურქმანულ ტომებს, მაგრამ ნახეთ, გადაწერა ხდება ისტორიის. გამოვიდა ერდოღანი და თქვა, ჩვენო სკვითების შთამომავლები ვართ, სკვითური ცივილიზაციის, ნუ ახლა და რა არის საინტერესო, რომ მთელი ჩვენი კოლხური ოქრო უმეტესობა არტეფაქტებისა, აი ეს ირმის სტილიზებული გამოსახულება, რაც არის კოლხური კულტურის სიმბოლო, ხო? აი ამ თავიანთ გვერდზე უთქვას, ესე იგი Great Spirit of Turan, თურანის დიადი სული და ეცილო კავკასიაში ხოლმე კონსტანტინე გამსახურდიას აქვს ეს მაგდიმაზე ეს კვითებზე და იმაზე რომ ესე იგი ტარტარი ტომები რომლებიც დაბურიალობდნენ ევრაზიის კონტინენტზე და სადაც კი ჩონჩხი დაუტოვებიათ ამბობენ რომ ჩვენია გესმით მაგრამ აი აქ იმ შემთხვევაში როგორ საქმე როცა ძალა აღმარცხნავს
გესმით? და როდესაც მათ აქვს გეოსტრატეგიული, გეოპოლიტიკური დიდი პროექტი, ხო? იმისთვის აი ცივილიზაციური ქვესარჩულის მოძებნა და ამით გამართლება დღევანდელ დღეს არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს. ჩვენ აი ამასთან გვაქვს საქმე და აი ამ ცივილიზაციურ პროექტში უძველესი კულტურის მქონე ქრისტიანული ცივილიზაცია სომხეთი როგორ უნდა ჩაეწეროს, ისე რომ თავი არ დაკარგოს და საერთოდ როგორც სახელმწიფო არ წაეშალოს, მე ძალიან ვუსურვებთ მეზობლებს წარმატებას, ჩვენი გადაცემა დასრულდა და მინდა რომ შევაჯამო ჩვენი ინტერაქტივი 925-მა ადამიანმა დარეკა, რომლებმაც კითხვაზე ასე გასცეს პასუხი, დამყარდება თუ არა ხანგრძლივი მშვიდობა ახლო აღმოსავლეთში. 79% აცხადებს რომ არა, 5% არ აქვს პასუხი ამ კითხვაზე და დიახო ამბობს 16%. ასე რომ ძალიან დიდი იმედებიც არ აქვს ჩვენ სტელა მაყურებელს იმასთან დაკავშირებით, რომ ხანგრძლივად შედარჩუნდება ირან-ამერიკის მშვიდობა. დიდი მადლობა რომ გვისმენდით, დიდი მადლობა ქალბატონ სოფიკო სოხაძეს, დიდი მადლობა ბატონ დავით ახვლედიანს ასეთი მშვენიერი ანალიზისთვის. ჩვენ ვაკეთებთ იმას, რაც ვიცით, საქართველოს სიყვარულით გემშვიდობებით და ხვალ თამარ კიკნაძესთან ერთად ბატონი მალხაზ გულაშვილი რეალური პოლიტიკით დაგიბრუნდებათ პოლიტიკის ბლოგში. კარგად ვსვენდებოდეთ. რეალური აქცენტები